საღამოშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი. ყოველ პარასკევს ხვდებით ამ სტუდიაში ერთმანეთს და ვსაუბრობთ ფეხბურთზე. ვსაუბრობთ საინტერესო სტუმრებთან ერთად, მუდმივი წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საოლქოძე და ლაშა სილაგავა ვართ თქვენთან ერთად და სტუმრებიც უკვე წარმოადგინოთ. ლაშა გოდუაძე, ჩვენი კოლეგა, არაერთხელ არის აქ ნამყოფი და დავით ჯავახიშვილი ასევე, ხშირი სტუმარი ჩვენი და საინტერესო მოსაუბრე. გვიხარია რომ დღესაც გამონახეთ დრო და აქ ხარ ჩვენთან ერთად. ჩემპიონთა ლიგის მორიგი ეტაპია და საინტერესო მატჩებია და აუცილებლად მე თქვენაირ სტუმრებს უნდა ვკითხო ახალი ფორმატის თაობაზეც და ასევე ქართველები გვახარებენ სოფლიოს სხვადასხვა სტადიონებზე, ზოგადად უფრო სერიოზულ ჩემპიონატებში, ზოგადად ნაკლებში, მაგრამ მაინც გააქვთ გოლები და ჩვენს გვიხარია და ამის შესახებ ბიძინას დიდი კოლაჟი აქვს მოგროვებული და ბოლოსკენ ლაშაც ცოტა გაგვახალისებს და საჯების რაღაც საეჭვო გადაწყვეტილებებზე ვისაუბრებ. თავიდან მოდი სანამ უშუალოდ განვიხილავთ ახლა იმ პერიპეტიებს მატჩების შეგვეძლება მანამდე ლაშა მითხარი ადრეს ვისაუბრე ამაზე, მაგრამ აი დაიწყო უკვე პლეიოფები, ხო, გავარდნაძეა თამაშები და ანუ იმ ეს ხო ყველგან ერთნაირია ახლა წინა ფორმატზე და ახალი. ამიტომ შევაჯამოთ, აი რაც ვიხილეთ, გამოვლინდა ეს გუნდები. კარგი იყო ეს რაღაც შვეიცარიული სისტემა, ქონდა ნაკლები, რაღაცა შესასწორებელია თუ ან კენჭისყრის პრინციპი შეიძლება არ მოგწონდეს ზოგს, რომ აი 23 ხდება, მე-7-ს, ის ხდება, მე-14-ს და რაღაც ეგეთები იყო აქაც. მოკლედ აი შენი შეხედულება ამ ახალ ფორმატთან დაკავშირებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. არაერთხელ მithქვავს, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის მაგალითად ძალიან კარგი ფორმატია და ეხლა რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს რაღაც ახალი მიგნება გამოჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპისთვის მე მგონია ერთნიშნულოვანი ცხადი რაც არის, ჩემი აზრით, წინას ჯობია. და ეს შემიძლია თქვა, თუნდაც იმიტომ, რომ აი იანვრის თამაშებში ბოლო ორი ტური როცა იყო ჯგუფური ტურნირის, თითქმის ყველა შეხვედრაში იყო რაღაც კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხი უნდა გაცემოდა. კი ბატონო, აი ვინც გავიდა, უშოთ რამდენიმე კლუბი იყო, ლივერპული, ბარსელონა იყო, მე მგონი რომელმაც რამდენიმე ორი ტურით ადრე გაინაღდეს პლეიოფში თამაშთო. დანარჩენებს საერთოდ გაურკვეველი იყო იმ საუკეთესო 8-ში მოხვდებოდა თუ 24-ში და ეს ან იქაც მოხვდებოდა თუ კი ბატონო, ან იქაც მოხვდებოდა თუ არა და ყველა შეხვედრას აი რეალია, იმას ჰქონდა გასარკვევი გავიდო ითამაშებდა თუ არა პლეიოფში და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ერთნიშნულოვანად ძალიან კარგი ცვლილებაა ჯგუფურ ეტაპს გულისხმობ ფორმატს და პლეიოფში პლეიოფშიც ძალიან საინტერესო წყვილები შედგა, ეხლა თუნდაც სიტი რეალი, ჩემი აზრით ბოლო წლების, ბოლო რამდენიმე სეზონის ალბათ ერთ-ერთი ნათელი წერტილია და ამ თამაშმაც არ გაგვიცრუა იმედები და სხვა წყვილებშიც 1-2-ის გარდა საპასუხო თამაშის წინ არაფერი არ არის გარკვეული. ამიტომ მგონია რომ საერთო ჯამში ძალიან კარგი ცვლილება იყო და ეს ტურნირის ინტერესის ზრდას, რა თქმა უნდა, მხოლოდ წაადგინა. კარგი, დათო იგივე საკითხზე რა აზრი გაქვს? მეც მადლობა მინდა გადაგიხავთ მოწვევისთვის და ამ სიხარულისთვის, უღრმესი მადლობა ყოველთვის მიხარია და რაც შეეხება ამ ფორმატს, მე პირადად აბსოლუტურად დავათანხმები ლაშას და მომწონს. მე წავიკითხე უბრალოდ კიდე, თქვათ, როგორ არის ეს დალაგებული, თქვათ, სპეციალისტებთან. ანუ მაინც ლაშამაც აღნიშნა ეს ალბათ ადრეა საბოლოო ვერდიქტის გამოტანა, ვთქვათ, მაგრამ მიდის კარგი მიმართულები და ბევრი კარგი თამაში ვნახეთ. იქ არის რაღაც კიდე იმაზე, რომ ვთქვათ, დამატებითი თამაშები შემოვიდა და გუნდი, ვთქვათ, თუ თამაშობდა, მოგებული გუნდი თუ თამაშობდა ადრე 13 თამაშს, მე მგონი შეიძლება თუ გააჩნია საიდან გავა, შეიძლება 17 ითამაშოს და ასე შემდეგ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ მაყურებლისთვის პირადად ჩემთვის ცალსახად ეს ფორმატი ამ ეტაპზე ჯობია. თუ ვიღაცა რაღაც სხვას დამანახებს მე და სხვა. წინა გადაცემაში ვსაუბრობდით ჩვენს ამაზე და ხა ბუნებრივია რომ ეს ყველას ვეკითხებით ეს თავარი ყველა სტუმართანაც და არა მარტო სტუმართან და არა მარტო ამ სტუდიაში ისეც განვიხილავთ ხოლმე, ხო? და აი ზოზიკას მოსაზრება იყო რა და ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ აქ რომ რომელსაც 100%-ით იზიარებს ლევანი და იქ წინა სტუმრებთანაც თქვით ამის შესახებ, ახლა ჩვენ გვეკითხება რეალურად, მაგრამ რას ვამბობდით, იცი?
ეხლა ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ კომენტატორების პოზიციიდან, ხო? ძალიან გაგვიჭირდა ჩვენ მაგალითად ცოცხალი ბოლო ტურში, იმიტომ რომ ჯერსეთი დაიყო თვითონ მათ გაუჭირდა. ანუ ორგანიზატორებს გაუჭირდა. ნახე რა მოხდა, ხო იყო 18 თამაში, 9 თამაში მიდიოდა პარალელურად, რაც მაყურებლისათვის ცოტა ესეთი რთულია, იმიტომ რომ მაშინ ორი ტელევიზორი უნდა კონდეს, რომ პარალელურად ადევნებდე თვალს, სად რა ხდება. იმიტომ რომ ეხა ისინიც მიხვდნენ, რომ 18 თამაშის ცოცხალის გაკეთება ჩემპიონთა ლიგაზე წარმოუდგენელია რა, იმიტომ რომ რეალურად ვერაფერს ვერ მოასწრებს და იმდენად დაგვიანდება ისინი რა ქვია ეპიზოდები რომ ამასობაში შეიძლება 9 ჯერ შეიცვალოს და დაკარგოს ის პეცი რაც აქვს საერთოდ ამ ფორმატს ხო? ვინმეს რომ გოლი გააქვს შეიძლება იქ უკვე რეალურ დროში ისე იყოს შეცვლილი თქვა შეიძლება 3 წუთის გვიან გაჩვენებენ ცოცხალში შეიძლება ის გოლი აქ უხარიათ მაგრამ რეალურად ის გოლი უკვე აღარ შველოდეთ და ამიტომ კარგავს აზრს ამის ინფორმატით ჩვენება. და იცი რას ამბობ და მისი მოსაზრება თქვა რაზასი რა იყო რომ ხო არ ჯობიაო თქვა აი ესეთ ვერსიად გამოთქვა რომ ორი ჯგუფად რო დაიყოს ანუ A B თქვა რაღაცა რა თამაშები იგივე რა ეხა რეალურად ისე რაც მაინც ხო ყველას ვერ ხვდები ხო ეს გუნდები რომ ქემაინც მაშინ ისევ სამშაბათს 4 შაბათს ჩაატარებ იმ ბოლო ტურსაც ერთმანეთს არ შეუშლის ხელს ანუ თქვა 18 გუნდი ერთად აქეთ თამაშობს 18 მეორე იმაში რა ქვია ჯგუფში ანუ ამ შემთხვევაში ხა მანდ პანაცეა კი არა რომ ეს უბრალოდ ამან ეს ვერსია თქვა რაღაცნაირად რომ შედარებით ბოლო ტურებისთვის სხვადასხვა დღეს მაინც ითამაშებენ და ერთად არ იყოს ყველაფერი რა იმიტომ რომ მართლა ბოლო ტურმა გაგვაწამა ხა გულწრფელად მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მომწონს ეს ფორმატი და სასახაც ხელს უჭერ რა ხო მაგრამ მე იცი რა მე სადღაც ავიკითხე თუ აი სწორად თუ მახსოვს რომ აი ეს გარკვეულწილად რაღაც საპილოტე ვარიანტი ეს პირველი წელიწადი და შემდეგ შეიძლება ეს დახვეწაც შემოვიდა აი და 8 გუნდის მაგივრად 18 იქნება 4 პირდაპირ გადიოდეს და იქიდან 24-ების მაგივრად 12 გადიოდეს და იგივე პრინციპი იქნება თამაშების რაოდენობა იგივე იქნება სიძლიერის მიხედვით მაინც იგივე გუნდებს შეხვდებიან და რეალურად ერთ დღეს ამ ნაწილს შევხედავთ მეორე დღეს ამ ნაწილს და უფრო ეხა ჩვენ მე და ბიზნეს მივყავთ ეხა კი 9 თამაში კი იყო ამ ცოცხალში და 9 მეორეში იქ პირველი 8 ადგილისთვის მებრძოლები აქ დანარჩენი ადგილებისთვის მაგრამ რეალურად ეს თამაშებიც და ის თამაშებიც იმათ შედეგზეც ახდენდა გავლენას იმიტომ რომ ისე ხო არ იყო რომ ეს 8 გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდა და დანარჩენი ერთმანეთს აქ მონაწილე გუნდებიც იყო იმ 8 გუნდთან მატჩებში შეხებაშია ნახე როგორი მომენტია კიდე ეხლა ჩვენ როცა ცოცხალი მიყვავს ჩვენ ვცდილობთ რომ არ უყუროთ ლაივ ცხრილს რა იმიტომ რომ დაიკარგოს ეხლა ეს ისა ხა მე 13 წუთის წინ თუ ვიცი რომ გოლი გავიდე ხა რთულია მე იქ ან გინდა ემოცია დამალო გინდა ან პირიქით გამოხატო ან რაღაცა და აქ ეხა გიწევს იმიტომ რომ მეორე წყალს ვერ ხედა უბრალოდ რა საერთოდ არ იცი იქ რა ხდება და შენ ეხა რანაირად გინდა აჯამო ისა არსებული მდგომარეობა იმის გაუთვალისწინება და მეორე 9 გუნდში რა ხდება ხო ეს ხო აპრიორი ასე არ არის რომ იქიდან არავის არ შეუძლია ან იმ ისინი ერთმანეთს არ ხვდებიან და გავლენა არ აქვს და უშუალოდ იმ 24-ში მოსახვედრ გუნდების თამაშებს 8-ში მოსახვედრ იმასთან ხო ვიღაცას ხო ხდება რა ერთმანეთს ეთამაშებიან რომ ბოლო ტურის ფაქტორს არ შეცვლიან იმიტომ რომ ძალიან დიდი ფსონი არის ყველა გუნდისთვის თითქმის ყველა გუნდისთვის ახლა ეს მესმის რომ ტელერეპორტაჟისთვის რთულია რა თქმა უნდა ამდენი თამაშის პირდაპირ ცოცხლად ჩვენება მაგრამ ტურნირია პირველ რიგში მთავარი მე მაინც გონია კი არა არა ორ ჯგუფად რო გაყოლ მაინც იგივე პრინციპი ხო იქნება შენაჩვენები ახლა მაგაზე მე გამიჭირდება სიმართლე გითხრა საუბარი მაგრამ ზოგადად ბოლო ტურის ფაქტორზე მაქვს საუბარი რომ ყველა თამაში ერთდროულად იყოს იმიტომ რომ აი მსოფლიო ჩემპიონატებიდან გვახსოვს ხო მესამე რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვათ ორი კონკურენტული გუნდი, ერთი ადრე თამაშობდა, მეორე რამდენიმე საათის შემდეგ და ჩატოვებული იტალია. დიდი ალბათობა იყო, რომ ვიღაცას ანგარიშზე ეთამაშა, რომ ის ჩაეტო, გვახსოვს ესეთი შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატში. მაგრამ აქ რაზე ეცედა პარაგი, რომ ორად თუ ყოფ, ანუ 18 იქით თუ 10-ში თუა და ის
მარტო თავისას ეთამაშება, ანუ ის 18 იმ თავის 18 გუნდი თავის 8 თამაშობს იმ 18 გუნდიდან გუნჩი შემავალ იმასთან, რა ქვია, მეტოქეებთან. და მაინც ინტრიგა ბოლო ტურში არის. ანუ ბოლო ტურში იქაც ზუსტად იგივეა, რა ისინი თამაშობენ თავის მხარეს არკვევენ, თავისი მხარის იმას ცხილს არკვევენ და მეორე არკვევს მეორე დღეს თავის ნახევარს, ანუ ერთმანეთთან შეხებენ. არა, თან კიდევ UEFA-ს პრინციპი და ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ახლა მე ვეთახმები. რაღაცა შემთხვევაში სად გადის მე რაღაცას ვერსიას საერთოდ მიუღებლად მივიჩნევ, კაცო, ვეთახმები, მაგრამ შემომაქვს რაღაც სხვა დეტალები, იმიტომ რომ ამ პერიოდში სადაც ჩვენ ცხოვრობდა, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მარტო სპორტული სანახაობა აღარ არის, შევთანხმდით. იმიტომ ასეთი ყურადღების ცენტრში და მთავარ ტურნირად მიჩნეული, რომ ძალიან კარგად არის სატელევიზიო საკითხი შემუშავებული და წარმოდგენილი. ისიც დააკვირდით, რა კარგად ქნეს, რომ ორი მატჩი, თქვა, სიტყვაზე ზალცბურგი, ბოლონია, რომელსაც არავინ ისე ცალკე არ დაჯდებოდა და არ უყურებდა, გამოაქვთ 10-15 აკლია ორი თამაში ისეთი ყოველთვის ნაკლებად ყურებადი ვიდრე ღამეა, რომ შენ ჯერ ერთი ჩაუჯდე და ამ ორ თამაშს ისე რომ არასდროს არ შეხედავდი, ახლა იძულებული ხარ და გინდა რომ უყურო, იმიტომ რომ ლიგა იწყება და ორი კარგი თამაში. ანუ ესეც კი გათვალეს, ხო? ეს ცოცხალის ფორმატი, ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში ხო როგორ არის, იცი რომ შენ რეალურად გიკლავენ საშუალებას, რომ რამდენიმე თამაში მიადევნო თვალი, ან უფრო მეტად ჩაერთო, იმიტომ რომ ფაქტორად ლაივ სკორის ცხრილში უნდა უყურო ყველაფერს და აქედან გამომდინარე ვამბობ, ეხლა თუ ვიღაცა რეალის თავგადაკრული გულშემატკივარია, სულ არ აინტერესებს სხვა და მარტო ამის მოგება ჭირდება, კი, მაგრამ ეს ხო გავიდა ამ იმიდან, რა ქვია, ჩარჩოებიდან და ეს ტურნირი გახდა საყოველთაო და ყველას ყველაფერი გვაინტერესებს და ამით იმოგწონს ჩემპიონთა ლიგა. აბა სხვა ამ ტურნირის მე პირადად აი რამდენიმე თამაშის ერთდროულად ყურება ძალიან მიჭირს. აი ხო ხედავ აი მომენტი მაქვს რომ ვირჩევინი ავირჩიო ერთი თამაში და 90 წუთი უყურო და მე თუნდაც ის ვიცოდე შედეგი. ან არ გავიგო შედეგი და მე უყურო სხვა თამაშს, ხო? ეს არის რომ არ გამოვაცხადოთ ანგარიშები, რომ ზოგი უყურებს ეგრე, ხო? რომ იქნება მე მინდა მე რომ მეორე კაი თამაშია და უშვათ და რატომაც არა, ხო? ანუ ესეთი მიდგომაც გვაქვს ზოგიერთს და უშვათ. კი, ბუნებრივია, ბუნებრივია. კარგი, ეს გავიგეთ და მე ასევე ცოტა არ ვიცი ხა ზუსტად ჩამოყალიბებოთ, არა მაქვს ხა პრეტენზია რომ რაღაც გენიალურ იდეებს მოვიფიქრებ, მაგრამ კენჭისყრის ფორმატიც არ მომეწონა, იმიტომ რომ რაღაცა ეს წყვილი შეხვდება ამ წყვილს, ან შეხვდება ამ წყვილს და ბარემ ან პირდაპირ ეთქვათ რომ ისიც ჩაეტარებინათ რომ ეს წყვილი შეხვდება ამ წყვილსთან ამ წყვილს კი არა პირდაპირ ამ წყვილს და ეს იმას რა იყო ეხა იქ ერთ-ერთ მინუსად ესეც ერთ-ერთ მინუსად ესეც იყო რაღაც ამ ანალიზში გაწერილი რომ ეს კენჭისყრის ისედაც დარჩებოდა მეორე კიდე ის არის რომ თლათ სამართლიანი არ გამოვიდა ეხა კარგ ადგილზე გასული გუნდები ისეთ საშინელ წყვილებზე გავიდნენ რომ რა ვიცი ერთში ვინათ რომ სხვა ადგილზე გასული მას შეიძლება იმ რვა გუნდში არ მოხვედრილი იყოს საერთოდ შეიძლება ისიც უკეთესია არა გავიგე კი მე მაგალითად არ მომეწონა რომ არ არის გათვალისწინებული ის რომ თქვა იუვენტუსი PSV რომელიც შეხვდა ისედაც ერთმანეთს ყველა სხვა შეხვედრია იმ რაღაც ბრმა კენჭისყრის დროს ამ 280 გუნდში იუვენტუსი PSV ერთმანეთს შეხვდა და მე კიდე ამ კენჭისყრას აქვს იმის საშუალება რომ ისევ შეხვდეს რაღაცა უნდა გაიცხრილოს ეგენი აღარ უნდა შეხვდეს აი ერთადერთი მაგაში გეთანხმები წილისყრასთან დაკავშირებით რომ ვინც უკვე ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე ხო ნუ იქ უნდა იყოს რაღაც შეზღუდვა ჩემი აზრით რომ პლეი-ოფში ხო კიდე ანუ იგივე მონაკო ბენფიკა ხო აგერ ნახეთ ორი კვირის წინ შეხვდნენ და უცბად ისევ იმაში პლეი-ოფშიც ისევ ერთმანეთს ხვდები რაღაც უნდა იყოს ეს გუნდი ამას აღარ შეხვდება ეგეც ალბათ დაიხვეწებათ რო თაგან ხო მაგას ვამბობ თორე მთლიანობაში აი მე ისე ოდნავ კი არა ბევრად უფრო მომწონს ეს ფორმატი ვიდრე ბოლოს ის მომაბეზრებელი რაღაც 4 გუნდიანი არა იმასაც სასახად ჯობია იმას ეხა იქ რაღაცა აუთსაიდერი რომელიც წვილა იყო იქ მე იცი მე კიდე რა მომწონს იცი ამ ფორმატის თვითონ კონკრეტული
ამ წლის იმის ჩატარების გარდა ის რომ ერთმანეთში ლინკი აღარ არის და იქიდან გადმოდის ვიღაცა, იმიტომ რომ იცი რა არის, შეიძლება მე ჩავერთე ამ ევროპა ლიგაზე, მაქვს ამბიცია იმისი, ხო გასაგებია რომ ეს რანჟირების მიხედვით ცოტა უფრო სუსტი ტურნირებია, ხო? ის მესამე ტურნირი იმიტომ მოიგონეს, რომ ვინც შედარებით უფრო უპერსპექტივაა, ასე ვთქვათ, იმაზე, იქ რაღაცა მაინც მოიგოს და რაღაცა თავისი დამამშვიდებელი ტურნირი ქონდეს. როგორც ვთქვათ, იგივე ერთა ლიგა ან ინტერტოტო იყო თავის დროზე. ეხლა იცი რა, შენ მთელი ტურნირი ითამაშე, ფავორიტის სტატუსით გახვედი იმაში, მე იქიდან ვიღაცა გამოვარდა, ყველასთან წააგო იმ იმაში, რა ქვია, ერთს მოუგო, თავის უარეს რანგით უფრო მაღალ ტურნირში მოვიდა და გახდა ამის გამარჯვება. ანუ იქ იწყებ. ერთ ტურნირს იწყებ და მეორეს იგებ რაღაცა მაზალო მაგაზე გეტყვი ჩემს მოსაზრებას ბევრად უფრო სამართლიანი იყო პირიქით გახსოვთ თქვენ ინტერტოტოდა რომ გადადიოდა გუნდი უეფას-თაზე ის ჯობდა იმიტომ რომ იქ გამარჯვებული რანგით მაღალში ადიოდა გამარჯვებების გამო და დამარცხების გამო სადღაც წავიდა და კიდე თასი მოვიგო მაგას ჯობდა და ბორდო არისო ფინალში რომ გავიდა ზიდანელი და ლიზარაზი ხო მოკლედ აი მე მივიღე ესეთი პასუხი კი ბატონო კარგი მოდი ახლა ვთქვათ მე ვიტყვი ცოტა იუმორი ქართულ კლუბს არ ვიტყვი ხა ცოტა გულშემატკივრები ესე დაცინოდნენ რომ სამი წაგება ქონდა და შანსი ქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლის ევროთასზე ხო ევროთასზე ისე დაიწყო წააგო მე სამეს წააგო და ბოლო თამაში კიდე ქონდა შანსი რომ პრეს შემთხვევაში მაგრამ მაინც ვერ გავიდა ხო ეს ვერ გავიდა აი ეს დაახლოებით ეგეთი ხო ქართულ კლუბებზე დღეს ნაკლებად ვისაუბრებთ ალბათ ქართულს თალკი იმიტომ რომ სამწუხაროდ არც იძლევა ამის საბაბს ყოველთვის პოზიტიურ თემაზე საუბარს იმიტომ რომ ხა აგერ წავიკითხე დღეს ლენოში და სხვაგან არ წერია არსად ეს და გაზეთს ყიდულობ თუ იმ ინტერნეტ გამოცემაც მე იმ პერიოდის ადამიანს გამოწერილი არა მე სვარ მაგრამ ფოტოს იღებს იმეთი თავზე შავი გადაფარებული კიროვის ბაღში ჟორასთან ხის ხენზე ხო და ისა რა ქვია იმაში მესამე ლიგაშიო პორტუგალიის მესამე ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდს შევხვდენო და კონდა მომენტები. წავაგეთ 2-0. ცხენია ვინ რო თქვა, ხო? არა, არ ცხენია, კრინჯელს. არ გამიგონია ეს გუნდი მე. არა, მიუხედავად იმისა, რომ გიგონია, ვინ წააგო იმას არა. ხო, არა, ამ შრომაა, ხო. ისე ვიტყვი, ხო, ნახევარი გუნდი ვერც იქმერები, საერთოდ ვერც მიდის იმასთან სათამაშოდ. ეს მისე კიდე უარესია. ხო და არ ვიცი ხა იცი რა მე რამდენი ტურნირი რომ მოიგონო სადაც გავიდეთ აღარ ვიცი ხა კიდე ამის მეოთხე უნდა მოიგონო რა კონფერენს ლიგა არის იმის კიდე რაღაცის ლიგა ინტერტოტო უნდა აღვადგინოთ რომ სადმე ითამაშოთ საკმარისად მოიგონეს ეხა ცოტა ჩვენმა კლუბებმა შენ უნდა მოვიგონოთ როგორ მოვხდეთ იქ თორე მივაგნოთ მაგ ხერხს რომ რანაირად შევიდეთ იქ ხო რა ვიცი მანდ მაინც შევიდეთ უეფამ ყველაფერი გაგვიკეთა სანაკრებო დონეზეც და საკლუბო დონეზეც სანაკრებო გამოვიყენეთ სამაგიეროდ კარგი მოდი მივიდეთ იქ და იმ კლუბებზე ვისაუბროთ და იმ ტურნირებზე სადაც მოხვედრა ჩვენ ჯერ არ გვღირსებია ჯერჯერობით არ გველის პოზიციაში ასე ჩანს ფავორიტ თამაში ცენტრალური იყო 8 თამაში 8 წვილი რა თქმა უნდა ვიღაცას თავისი ფავორიტი ყავს რომელიც შეიძლება ამ თამაშში მთელი საქართველოს სხვა თამაშელო და ხო კი მაგრამ ცენტრალური მაინც სხვა იყო ხო ცენტრალური სხვა იყო ამიტომ მოდი რითი დავიწყოთ ჩვენ დავიწყოთ ალბათ საქართველოს რასაც ელოდა ასაცობ თან უფრო ადრე იყო ეგ თამაში და ჯობს რომ თქვენი აზრი გვინდა ფრანგულ დაპირისპირებაზე PSG რომელიც ცოტა ხნის წინ ისედაც შეხვდნენ უკვე ერთმანეთს და ახლა კვლავ და ზუსტად იგივე სხვაობით მოუგო რა ვიცი ხვიჩას გამოველოდებოდით ყველა ამ თამაშს მე ისე მოხდა რომ ძირითად შემადგენლობაში არ იყო ჩვენი ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი და ნუ თამაში პირადად ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი გამოდგა და მთლიანობაში რა ვიცი აშკარა ფავორიტია და აი ამან გული დამწყვიტა რომ პლეიოფის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში
ერთი გუნდი ესეჯობდა მეორეს და პრინციპში რაც საფრანგეთის ჩემპიონატში ხდება, რაღაც მოულოდნელი არ მომხდარა, ველოდებოდი ესეთ შედეგს, უბრალოდ ანგარიში იყო ერთადერთი გამოსაცნობი და რაც შეეხება ხვიჩაზე მხოლოდ შემეძლია ვთქვა, რომ ვისურვებდი, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის ძირითადში იყოს და გაცილებით ეფექტური იყოს და ისეთი თამაში აჩვენოს თითოეული ჩვენგანი და მისი გულშემატკივარი რო ელოდება, თორე ამ შეხვედრაში რა ვიცი, ბევრი მე მგონი არაფერი არ ხვიჩაზე. ხო, იყო ერთი ძალიან ესეთი ლამაზი ეპიზოდი, როცა ყვითელი ბარათი აკიდა იქ, იმას რა ქვია, ბრესტის ფეხბურთელს, აი გამახსენდა პელე მაზურკევიჩის მომენტი იმაში, ხო, როცა მითი რა ქვია, არ შეხებია ტანის მოძრაობით როცა ატყუებდა ბურთს არ ეხები, ხო? მაგრამ რეალურად საყამსმეთი არაფერი პოზიტიური კათიკა ყოფილა, ხო? იცი ალბათ ისიც იყო, მოდი ისიც აღვნიშნოთ ჩვენ, რომ იმ მომენტისთვის როცა ხვიჩა გამოვიდა მოედანზე, მის პარტნიორებს აღარ ჰქონდათ мотиваცია განსაკუთრებული იმ ორი კაცის გარდა, რომელიც თქვა მასთან ერთად გამოვიდა, ხო? ეს კორეელი და კიდე სარაფერა. დათო, არის კი გასული ის პერიოდი და ის საკმარისი მატჩების რაოდენობა, რომელიც ასეთ დიდ გუნდში ადაპტაციისთვის უკვე იმდენად საკმარისი იყოს, რომ ჩვენ კაცრად ველოდოთ, რომ ჩვენი ვარსკვლავი ამაზე უკეთ აკეთებდეს თავის საქმეს მოედანზე. კი, ჩემთვის აი რაღაც ცოტა ჩავღრმავდები, ხო, ხვიჩასთან დაკავშირებით. ხო, მე ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩავმიყალიბდა უკვე ესე გულშემატკივრო გუნდები და ვის გულშემატკივრობდა, ეს არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, აი ნაპოლის ხვიჩას გულისთვის ვერ უვალიშიკებდი, ისე გულშემატკივრებდი. გულშემატკივრობდი ხვიჩას ნაპოლის შემატკივრობას. შესაბამისად, ეხლა გულშემატკივრო. ჩემთვის ხვიჩა ეხლა ცუდად კი არ მინდა თქვა, არის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს სამსახურში იდგება რა, პრინციპში ნაკრების პირველ რიგში. ეხლა რო გადავიდა ამ გუნდში, აქაც არის თქვა იგივე რომ შეიძლება უკეთესში გადასულიყო და ყველას გაგვიხარდებოდა. შეიძლება ეს არის საუკეთესო ვარიანტი ამ მომენტისთვის არის. მე მგონი გასულია უკვე და ხვიჩამ აქ მარტო გულწრფელად კარგი ფეხბურთელია და გულწრფელად შრომის მოყვარე ფეხბურთელია. მაგრამ აი სად მივდივარ ხა ხვიჩამ უკვე ძალიან დიდი მუხტი მოიტანა საქართველოს ფეხბურთის განვითარებაში. სანაკრებო დონეზე ხა კლუბებზე ვისაუბრეთ და ჯერჯერობით ეს არ ხდება და იმედია მოხდება. მაგრამ რა ხდება? ხვიჩამ რომ მოიგოს 3 ჩემპიონთა ლიგა. მაგას მირჩევნია ხო მე როგორც გულშემატკივარს, რომ რაღაც 1-2 ტურნირის ჯგუფური ეტაპიდან მაინც გავიდეთ და მოვხვდეთ თქვა მინიმუმი. ხო ჩემთვის აი ამ ჭრილში უყურებ ამას ყველაფერს და რა დავინახეთ? რა დავინახეთ, რომ აი ამ მაგ ჭრილში დავინახეთ ის, რომ ხვიჩა უნდა იყოს. დავინახეთ ვერა. მინდა რომ დავინახო რომ ხვიჩა იყოს კმაყოფილი, თუნდაც თავისი ხა ამ კონსიუმერისტულ სამყაროში, როცა ხა ბევრი რაღაცა ისეთი გადამწყვეტი არის, ვთქვათ, ისეთი რა, უფრო მატერიალური, ხო? უნდა იყოს ეს ადამიანი დამსახურებლად, ადეკვატურად დაფასებული, თუნდაც ფინანსურად, რა. და ისევ ყველაფერი მე მგონი რომ გაქაჩავს, რა. ეხლა აქედან ჯერ მე არ დამინახავს რა ხდება, მაგრამ ფეხბურთელი არის უდიდესი პოტენციალი. შესაბამისად, ეს გუნდის და რატო ამბობ, ეხლა ლუის ენრიკესაც მე მგონი ხშირად არ ყოფილა PSG-ში, როცა იციან სად მიდიან რა, ეს გუნდი ნელ-ნელა, მაგრამ ვითარდება რა. ეხლა წელსაც შეიძლება ვთქვათ ლივერპულს ან ბარსელონას გაუმართოს დიდი ბრძოლა და შეიძლება გამოაგდოს კიდეც რა. ნუ აქ უკვე შევთანხმდით რომ ბრესტთან გასულია, ხო, ბუნებრივია. კი, კი. და თუ მე მაინც მგონია რომ ეს გუნდი თუ ესე გაგრძელდა, გაცილებით უფრო ძლიერი იქნება გაისმოთ. ანუ აი ამას ვხედავ რომ აღმასვლა მიდის და ამის ნაწილი რო არის ხვიჩა მიხარია. ხა რამდენად ეხლა უკვე მზად არის იმისთვის რომ თავისი საუკეთესო თვისებები მაქსიმალურად ანახოს, ჯერ მე არ ვიცი, მაგას პასუხი არ მაქვს, მაგრამ რო ანახებს ადრე თუ გიანეს ამაში დარწმუნებული. მაშინ რო არ კითხოთ არ შეიძლება არაფრით ინგლისურ ფეხბურთთან და ამ ქვეყანასთან გულგრილი არ ხარ და ვერ იქნები და მე რაღაცა უნდა კითხო მე კიდე. ხო, და აი მანჩესტერში გადასვლა უნდა და ბევრს ხვიჩასი უფრო ვიდრე პარი სენ-ჟერმენში. ამ საკითხში როგორ ხარ? არა, მანჩესტერში არა. რომელ მანჩესტერში? არც ერთ მანჩესტერში, მაგრამ მანჩესტერში და მეორე მე მგონი ეს ქალაქელებიც დაადგნენ რაღაცა დიდი გარდატეხის გზას და ეს გარდატეხა არ იქნება სავარაუდოდ ადვილი. ეს
ნუ რამხელა ეპოქა სრულდება, მე მგონი, არ ვიცი, შეიძლება ამოძრნენ აქედან და ამ ფულით, მაგრამ თვითონ გვარდიოლაც ეხა კაცი სუიძახის რო იცი ვერ ხვდები რა ხდება რა. თვითონ ასოქი არა, მე ასეთი გვარდიოლა რომ ამდენ პრესკონფერენციაზე ერდეგებს ლაპარაკობს, არ ვიცი რა ხდება. ერთი ინგლისელის ხუმრობა მომეწონა ინტერნეტში ვნახე. Manchester City-ს თავარი ტაქტიკოსი გვარდიოლას მეუღლე იყო და რო გაშორდა მაგის მერე ჩამოიშალა ყველაფერი. ხო და აი ესეც მინდო აი თემაც ხო ეხა ადამიანი მანჩესტერში არ არის ადვილი ცხოვრება რა რო იცოდეთ თქვენ. ესპანელი ადამიანისთვის ცხოვრების ხარისხი ხო არის კაცებს ნაკლები ვიდრე ესპანეთში. ეს კაცი აი ამდენი ხანი თავის ცხოვრების აი ეს უდიდესი ნაწილი არის მანჩესტერში. ოღონდ ეს ყველაფერი გამაგრებულია დიდი ფინანსური მოგებით და ასევე იმითი თასებით და ჩემპიონატების მოგებით და ასე შემდეგ. ეს ეხა შეყომდა მე მგონი დიდი ხნით, ანუ დიდი ხნით არ გვარდიოლასთვის ყოველ შემთხვევაში. ალბათ ვფიქრობ, რომ გვარდიოლა უნდა წავიდეს. მე ჯერ ესეთი ეხლა ძალიან მკაცრი ვარ და ბუნებრივი არც სპეციალისტი ვარ არაფერი და გვარდიოლა უნდა წავიდეს. მაგრამ გვარდიოლაზე რო საუბრობ. ამდენი შეცდომა თქვენ თუ უყურებდით, ეს უკვე ჟანრის კლასიკად გადაიქცა, ვთქვათ, ეს ამათი დაპირისპირება, ხო, ეს City და Real-ი. და მეცაც ვიტყვი, ხა მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჩამოწერილი ყავს City, დრამატული იქნება ჩემი აზრით ეს თამაში. ესე არ იქნება ეს მეორე თამაში, რომ აიღო Real-მა და უცებ აი ესე როგორც ვამბობთ, ხო ვამბობდით ესე მოხდა, ხო? ეს გვინახავს კიდეც Real-ის იმაში. და Real-ზე იმ დღეს ვიღაცამ თქვა ისე ჰელოვინის იმ ჯეისონივით არის, რაც არ უნდა ვერ კლავ რა, ანუ სულ რაღაც კარგად ითამაშა, ცუდად ითამაშა, მაინც პოულობს იმას აი ამ რაღაცა ექსტრა წარბი რო აიწევა. არა, ის წარბი რო აიწევა, ის ვანახეთ რა მაშინ ბარემ რეალის. და რა დონემდე მივა, იცი მე მგონი ეს City ესე თუ გაგრძელდა. ეხლა იმ დღეს სტივ ჰავი იყო ეგეთი ფეხბურთელი ნიუკასლში და ყვება ოზი არდილესი იყო მაშინ უცნელიო და იმაზე ვარჯიშებზე ქონდა ესეთი ერთ-ერთი ნაწილიო ვარჯიშის shadow playing ქვია ჩtildeებთან თამაშიო. გვაყენებდა 4-4-2-ო, მეკარეო თავისო, დიდ მოედანზეო, მეორე გუნდი არ არსებობდა რა, ჩვენ ვიყავით. ვისაც უნდა ეთამაშა შაბათს. და რამდენიმე პასი უნდა გაგვეკეთებია, გაგვეტანა გოლი. კიდე რამდენჯერმე გააკეთებდა ამას და მე ვიწყებდით ამ ვარჯიშის შემდეგ ეტაპზე. ნუ მე თავდასხმაში ვიყავიო, ამ მეორე თავდასხმას მივეციო და ნუ რაღაცა მრავალფეროვნება რომ მიგვეცაო. უკან დავაგორეო ბურთიო, იმან კიდე ვიღაცას მიცა ბოლოს იმას მცველ ვოტსონმა მეკარეს დაუგო რომ მეკარე ხელთათმანებს იკეთებდა თუ რაღაცა და გაუშვიდა გოლი. დაუწდა ფეხი და გავიდა გოლი. და არდილესი ზისუს მეორე გუნდი არ არსებობს და აგებენ რა. ხო მე მგონი აი ხა თუ რაღაცა არის შველა ამ იმას შეიძლება აი კომიკური მამდე მივიდეთ რა ის კაცი აი გავიხედეთ თუ რა ყველა მოდა ეს იმაზე თავია ჩარგული 1-0 აგებენ იქ არავინ არ არის. იცი რა ეს მატჩი ძალიან მომეწონა მე თან ხა რეალი რომელსაც არც ერთი მცველი არ ყავდა არც ერთი მცველი ძირითადის ხო მენდი არის ამადგან მცველი რომელიც სანამ ყველა არ დაიმტვრა და სახში არ წავიდა შემადგენლობას ვერ ეღირსა ასენსიო რომელსაც რაღაცა პერიოდის წინ პატარა პრობლემები ჰქონდა იქ რაღაცა პორნოგრაფიის გავრცელებას აბრალებდნენ თავის აი ის რო იყო გახსოვს კასტილიაში რა ქვია სკანდალი 4 ახალგაზრდა ახლა 3 აღარ არის რეალში ეს დარჩა ფეხბურთს კარგად თამაშობს მაგრამ პლუს რაღაც ზედაებოდნენ იქ ესეთი არასრულწლოვანთა პორნოს გავრცელებაზე თად ბავშვებზე კი არ არის ლაპარაკი, მაგრამ არასრულწლოვანთა პორნოს გავრცელებაზე იყო ეს ასენსი, ერთი ასენსიოს უნდა ყავდა დედობა. ხო და ეხა ვალვერდე ათამაშა დაცვაში, ჩუამენი ათამაშა დაცვაში და მაინც მოუგო იმას რა ქვია, აი ეგ არის პასუხი, ეგ არის პასუხი შენ წინადადებაში. ის ათამაშა, ეს ათამაშა და ვინ ათამაშა? ათამაშა ანჩელოტი, რომელიც არის თანამედროვეობის უდიდესი მწვრთნელი. სათაოა ვიღაცა იდავებს, იცი ძლიერ გუნდებშია და იმიტომ იგებს. ძლიერ გუნდებში იმიტომ რომ იგებს და მე სხვა ძლიერ გუნდშიც ნიშნავენ და ის ძლიერი გუნდები ანჩელოტის გარეშეც რო იგებდნენ, ანჩელოტის კი არ მოიყვანდნენ სულ. მე ხა არ ვიცი, შეიძლება მე წავიდე სხვაგან რაღაც ვერქნას, მაგრამ ფაქტია რომ ამ რეალით
სასწაულებს ახდენს ისე როგორც სხვა გუნდები ჩემპიონთა მისტერ ჩემპიონთა ლიგა არის კაცი და ბოდიში და იმან ხუმრობაზე რომ ხო, მაგრამ ეგეთი ხუმრობა წავიკითხე. კაცმა დაიბარაო, რომ მოუკვდები რეალის მაიკა, ჩამოწვით იქიდანაც მოbrunდებიო. ყველა სიტუაციიდან შემოაბრუნა ანჩელოტის დიდ ცნობაზე კი არ უნდა დავოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ედავებიან იმას, როგორც ედავებიან, თქვათ გვარდიოლას სიტიში, მასინ გვარდიოლამ სიტიში გააკეთა ის, რაც არასოდეს არ ღირსებია სიტის კი არა, 4-ჯერ ზედიზედ ისა, რა ქვია, პრემიერ ლიგა ვინმეს მოიგოს, მომიყავი ერთ სადარი. გვარდიოლამ ისეთი ბარსელონა გააკეთა, სიტის 4 ჩემპიონობა იმასთან შედარებით უფრო ნაკლები მნიშვნელოვანია, მე რომ ვკითხო. ისეთი ბარსელონა გააკეთა. კი ბატონო, ყავდა ჩავიც, ინიესტაც და თავად მესიც, მაგრამ ეხა იცი რა როგორ ყავდა გუცაევი ყიფიანი და შენგელია და რა ამიტომ ახალკაცი ცუდწვრელია ეხა ეგრე ხო ვერ ვილაპარაკი ცუდწრელმა მოიგო ნახე არა ანჩელოტი და რეალის თქვათ იმაზე რა ქვია განქორწინებაზეც ლაპარაკობენ იმის გამო რომ 9-3 ბარსელონასთან ის არის რა ქვია ეხა რა გინდა აქედან მოუვარე და გინდა იქიდან გინდა მისტერ ჩემპიონთა ლიგა ეძახე და გინდა ეს 9-9-9-9-3-ია რა ის აქ კიდე ფლიკი არის ხო ნუ ეხა მე მაღაზია ხა იმან თუ დაალაგა ის რაც ჩაფიქრებული აქვს ისიც ხო საოცრებაა ამბავი არა იცი რა მე კიდე რაში ვხედავ იცი ჩემი ადამიანები და აგერ ლაშასაც ვკითხო ხო ამ მატჩთან დაკავშირებით მე პირადად ცოტა შთაბეჭდილება ისი შემექნა იცი რომ გარდა იმისა რომ დაბნეულია პეპი რაც ეთყობა კიდევაც და ეს თქვი ახლა შენს და მეც მაგას მივაქცია ყურადღება რომ ვერც ერთ პრესკონფერენციაზე წაგებული თამაშების მერე ვერ თქვა ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნა იმას რაც ხდება და არის რაღაცა გაოგნებული არის გაიქცა პირდაპირ ამბობს არ ვიციო ისე გამახსენდა თვითონ კლოპის ინტერვიუები წასვლის წინ ეგეც ეგრე იძახოდა ბოლოს ლივერპულში რომ ვერ ხვდები რა ხდება ანუ გუნდში ხო და იგივე ფეხბურთელები იგივე ყველაფერი თითქოს უნდა მოვიგოთ მაგრამ ნუ ვერ ხო მაგრამ იცი რა ეს იგივე ფეხბურთელები მე კიდე რის შემექნა იცი რომ ცოტა ზედმეტად ხო არ დაიჭრა რა ვარია გვარდიოლაზე ამის თქმა მაგრამ ცოტა ზედმეტად ხო არ აწია თავისი როლი თქვათ გუნდში რომ იცი რა ყველა ვინც არ უნდა წავიდეს არ ჭირდება ხო ვინც არ უნდა წავიდეს მე მაინც უზბეკეთის ნაკრები და ტაჯიკეთით მოვიგებ ხუსანოვს იმას ვიღაცა მომოვალ სალახს მის რა ქვია ნილტონ სანტოსის იმას რა ქვია იმას რა ქვია ხო სამომავლოს თუ რაღაც ეს 16 წლის ბრაზილიელი მცველი მე არ მინახია სადმე 16 წლის კი არა საუკეთესო მცველები ვინც ყავდა იმისი რა ქვია დავიდ ლუიზი და ეს და შვილით ერთ წაგეს იმასთან რა ქვია ხო სილვათი და რას გეუბნები ციხა რამდენად ნახე იმან წინა განაცემაში თუ ამბობდით მე მგონი არის ინტერვიუ იყო და თქვა რომ აი რაში ვხედავ იცი პრობლემასო რომ ადრეო როცა აგუერო წავიდა გუნდიდან, როცა დავით სილვა წავიდა გუნდიდან, ეს ახერხებდა ისეთი ფეხბურთელების მოყვანას ვიღაცების შეიძლება არამთლად ამათი წონის მოთამაშეების, მაგრამ არ ეტყობოდა შედეგზე აბსოლუტურად არ აისახებოდა. დღესო მახრეს და ხულან ალვარეს ისე ხშირად ვასახელებთ რომ სადარიან როგორ არანაირად გაუშვი ეს იმიტომ რომ ამათ შეიძლება ესენი არ არიან არც აგუერო და არც ისო რა ქვია და არც არიან ჯერ ყოველ შემთხვევაში მაგრამ ისეთი ხალხი მოიყვანა რომ აშკარად გამოჩნდა იმათი დანაკლისიო ხო ბიძინა მე აი სეზონში ხა ყველამ ცუდად ითამაშა სიტიში ხო ახლა თავის იმიდან გამომდინარე ხო თამასიდან ბერნარდო სილვა რომელიც აი მე მეგონი ერთ თამაში არ უთამაშია იმ დონეზე რაც შეუძლია დებროინი რა ვიცი აი დებროინს პრობლემა წასვლა უნდა ხო ისიც რაღაცა ისე ხო და შესაბამისად ისე ვიქით მივდივართ რაც შენ თქვი ხო ეს ამათი გაშვება და მე მაინც გავაკეთებ ამას, რასაც გავაკეთებ, ის არის რა, ეხლა ნუ აქ შედეგი ეგრეა. ლაშა სიტის პრობლემა მე აი რა ვიცი, თქვენთან წინასწორობის დროსაც აღნიშნე, რომ მგონია რომ
როდრის ტრავმა მგონია მიზეზი რამაც გამოიწვია ამ არევდარევა გვარდიოლას დალაგებული სიტუაციის იმიტომ რომ ძალიან როგორ გითხრათ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ეს კაცი მანჩესტერ სიტიშიც და ნუ ესპანეთის ნაკრებს ერთად უყურეთ ევროპის ჩემპიონატზე ტრიბუნიდან და იქ ხედავდით რა როლს ასრულებდა ეს კაცი იმ ესპანეთის ნაკრებში და უცბად ამოვარდა ესეთი შესაძლებლობების ფეხბურთელი რომელიც აი უამრავ საკითხს აგვარებდა დაცვასა და ნახევარდაცვას შორის თავდასხმას შორის და აი დავინახეთ ის რაც მოხდა. ვერავინ ვერ ჩაანაცვლა ამ ხელა ფინანსური შესაძლებლობების კლუბში როდრი და კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ არც ისეთი იოლია ასეთი დონის მოთამაშის ჩანაცვლება მიუხედავად იმისა რომ გვარდიოლას მთელი ფილოსოფია და გენიალობა ხო იმაშია რომ ისეთი სტრატეგია და სისტემა და სქემა შექმნა რომ არ შეიძლება არათუ როდრიმ აი თუნდაც მესიმ დაანგრიოს მაგ სქემაში როდრის პოზიციის მოთამაშე არის გადამწყვეტი გვარდიოლას სქემას გულის როგორც გვარდიოლას ბარსელონა ბუსკეტსი კი ბატონო აი მაგის ის არ დამტვრევია უბრალოდ მაშინ ახლა რა მითხარი მაშინ რადოს ხუსანოვია მე გავიგე რომ შეიძლება როდრის ვერ უპოვო შენ თანაფარდი შემცვლელი ხო მაგრამ ეხლა წახვიდე და ხუსანოვი იყიდო და რაღაცა ვოლკერი გაუშვა სველი ეგ არ ვიცი მაგას ვერ ხსნი ხარ არა ხო მაგრამ ნახე თუ ესეა ხო რაზეც ვთანხმდები და მე გეთაფები აბსოლუტურად თუ ეს არის საკვანძო პოზიცია და იცი რომ ეს კაცი კიდე კარგახანი არ იქნება იმიტომ რომ ხა სეზონი არ იქნება მთელი სეზონი არ იქნება ხო არ ჯობია რომ ვიღაცა თუნდაც დროებითი შემცვლელი ამ პოზიციაზე უპოვო უფრო ნაკლებად მაინც შეასრულებს ეხლა წახვიდე და უზბეკეთში და იმაში ყარაყუმში დაიწყო იმის ზებნა ინგლისური კლუბები განსაკუთრებით ბჭყალებში წარმატებულები არიან აი რაღაც საოცარი თანხების გადახდაში ვიღაცაში ხო არის ეგეთ შემთხვევები ახლო წარსულშიც ეხლა არ მინდა კონკრეტული მოთამაშე დავასახელო მაგრამ ну აი 100 მილიონი როგორ გირვანკა მე მგონი გადაიხადეს ფეხბურთელში რომელსაც რავი აი როგორ გითხრათ 10 ფუნტი საქმე არ გაუკეთებია მას მერე. ანუ არის ეგეთ შემთხვევები და ეგ ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია და მაგაზე გამიჭირდება რამის. ძვირფასო სტუმრება ხომ არ არის ეს ის შემთხვევა. აი მაგალითად ახლა ვენგერის არსენალი ყველას გვახსოვს და თუ რამე სასწაულს ვიგონებ და შემადგენლობით თუ თამაშის სტილით თუ შედეგით ერთ-ერთი ის გუნდი არის არსენალი, ხო რომ დავინახავდით და უკვე რო ვიცოდით რომ რაღაც სასწაულ მატჩს ნახავდით იქ დაცვაში თავდადება იქნებოდა ბერკამპის ფინტები თუ ანრის გოლები თუ რა და რა არის. არა არსენალი ვენგერის არსენალი მაგ შემადგენლობაზე დამთავრდა. მე მგონი 2006 წელს მოხდა. არა, ხო და აი ას გეუბნები და ამ წინვალე სტილი, წინვალე შედეგი ყველაფერი და ვენგერიც საოცარი მწვრთნელი ხო ამ მომგონი ამ ყველაფრის და ხო ზედმეტად რომ დარჩა მე არსენალში უკვე მე იქ ლაზარეთი ის უილშირი და ვოლკოტი და სულ მომავლის გუნდი მომავლის და ეს არსენ ვენგერი ჩიაბერდა არა და იყო ვარიანტები წასვლის და აი ხო ჯობია რომ ეს გვარდიოლა ხა ვენგერისგან განსხვავებით ხო აი ბიძინას მიერ ნათქვა იმ 4 ტრიუმფალური სეზონით ყველაფერი რეკორდისა არის დრო როცა კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელია, მაგრამ ერთმანეთი მოჭამეს და ჯობია ამან ახლა რაღაცა ახალი გამოწვევა მიიღოს და ამ გუნდშიც ვიღას ახალი ხედვების მწვრთნელი მოვიდეს და სხვანაირად ათამაშოს. მეორე მხრივ ფერგიუსონი რამდენი ხანი გაჩერდა და რამდენი იუნაიტედი შექმნა, ხო იყო ჩავარდნა ქონდა 1-2 წლიანი და ეს ამ ორ სეზონს დაუშვათ ახმარდა იმას, რომ ახალი შემადგენლობა დაეწინაურებინა გუნდში. აი საერთოდ ის საოცარი 90-იან წლებში აი ძველები რო ჩაანაცვლა კანტონა, კანჩელსკისი და თუმცა ფერგუსონი პალისტერი და რა ვიცი ეგენი გაუშვა. ყველას გონია რომ მოვიდა და მეორე წელს მანჩესტერმა ითავა 7 თუ 8 სეზონი დაჭირდა იმისთვის რომ შედეგს მიიღო. ის თამაშიც ეხა რომ მოიგო კი ყველას გვახსოვს და საოცარი და დაუვიწყებელია, მაგრამ ეხა თვათ ლოგიკაში ხო არიჯდა რა ის ეგეც არის კომპენსირებული ორი თამაში ქონდა ფერგიუსონს გაგდებამდე მე დაიწყო ეს ამოკაჭო ანუ ორი თუ ერთი საერთოდ ანუ უკვე როცა უთხრეს რომ აი ეს ამ ორი თამაშის მერე კარგად ვიყავი და ნუ მერე წავდი მაგრამ ფერგიუსონთან რა არის ფერგიუსონს მე არ მახსოვს ფერგიუსონი უფრო ისეთი აი სხვანაირი ტიპის სნელი იყო ესეთ ყველაფერი ხელში ეჭირა ალბათ ესეთი მაგრამ მე არ მახსოვს რომ ფერგიუსონს ეთქვას რომ მე და არ ვიცი რა ხდება. ხო. აი ხო რა, აი რაღაცა უფრო ისეთი ტიპი იყო რა, არ ვიცი. ფერგიუსონი
ის ტრანსფერებზე ფერგიუსონსაც ჰქონდა რაღაცა ისეთი. კი, არა, ეგ ყველას ემართება, ბევრი, მაგრამ აი ამ ბოლო პერიოდში ამ არ ვიცი ძალიან დიდი თანხისგან არის თუ რა არის, მაგრამ აი აბსოლუტურად გაუგებარ ტრანსფერებს ხედავ, რომელიც ვერ ამართლებს პროცესში ხედავ მაგასაც. არა, მე რიცა ფულმაც დაკარგა, მოდი რეალურად ვთქვა, ფულმა აბსოლუტურად დაკარგა. ინფლაცია. ესა რა ქვია, აზრად ვირტუალური ხდება, ხო ხა? უდიდესი პატივისცემა, მით უმეტეს მე ხა მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ და ეს 4-ეული წინ რაც ყავთ ხა, ეხა მოდი ესე ვთქვათ, ხო, კაი, არ ყავდა არც ერთი მცველი, მაგრამ სამაგიეროდ აბა მითხარი ხა ვის ყავს დღეს, ვისა აქ იმის ფუფუნება რომ წინ ყავდეს მბაპე, ბელინგემი, ვინისიუსი და თუნდაც ის როდრიგო, ხო? ვალვერდე ის საოცარი ბიჭია. და ის ბრაჰიმდიასი რომელიც რა ქვია, არანორმალურ სამუშაოს ასრულებს ვალვერდე. ხო, არა, იცი რა ხა. ეხა ეს ხო და შემოყავს მოდრიჩი და ბრაჰიმდიასი ხა. ეგრეთ ხო არ არის ხა. მაგრამ რას ვამბიცი ხა? აი ვინი ფანტასტიკური აგერ ის ერთი რაღაც ბესტი მოიგო, ის ვერ ვთქვათ წააგო იმასთან როდრისთან, ხო? მილიარდი. ანუ ლაპარაკობთ ის არაბები რომ მილიარდი, მოდი, გადავიხადე ის არ აწევს ხა ხელს ჯერ არ ახანგძლევს კონტრაქტს და არა ან დაიწყებს ახლა იცი რა, როგორ ბიჭო ხა კლუბის ის არ უნდა იყო რა ქვია ერთგული თუ რაღაცა. მილიარდს აზრევენ, მილიარდი არის იმისი რა ქვია, ქვეყნის ბიუჯეტი. შეიძლება ის კლუბი იყიდოს მე. არ არის ისე მაგის შვილიშო ყველა პატარა ვინი ეს ხარ თვითონ ვინი ჯუნიორი თუ რაღაცა. ჯუნიორის ვინის ეყოფა კიდე და ყველა ვინი პუხიანად ყველას ეყოფა. ეს ის რა ქვია, ეს ეხელფასები ხო ნუ იქიდან რა წინადადებებიც მოდის აქ ევროპულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებთან, ნუ საერთოდ რაღაც კოსმიური თანხებია და აი ზუსტად გუშინ მკითხულობდი სატელევიზიო შემოსავლებს რა და ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო 3 კლუბს, ანუ ეხლა ვინც არის, ხო? მაჩანჩალა და გავარდნის ჩემპიონშიპში დაქვეითება, ვისაც ემუქრება სატელევიზიო შემოსავლები უფრო მაღალი ქონდა ვიდრე იუვენტუსს. ანუ მაგას ჩემი ხა იუვენტუს გულშემატკივარი დავაკვირდი და დამცხოვა იყო რამდენიმე 10 მილიონი. და ნუ ეხა ის ორაზე ვლაპარაკობ. არა, თან ბიძინა, ეხა მესამე კლუბი რომელიც ერთად ჩვენ და ვინი და ყველაფერი. ვინისიუსი არა, პრემიერ ლიგა. პელე, მარადონა, რა ვიცი მე, ეუსებიო, ვინმე მეტყვის ეუსებიო არისო. კაი, პელე და მარადონა ხო ნამდვილად არ არის, რომ აი თქვათ, რომ იმიტომ აქვს ამას მილიარდი, რომ ეს არის ფეხბურთის მეფე ან ფეხბურთის ღმერთი. ესე ვარ ჯერ გაჩერებულები, ხო? და არის ვინისიუსი, რომელიც მერე რომ დაასრულებს კარიერას 30 საუკეთესო ფეხბურთელში ყველა დროის ან იქნება და ან არ იქნება. ხო არ არის მეგონი არ იქნება. ალბათ არა. არ მინდა ეგეთი ისინი თქვა ლაშა ეხა სწორად გამიგე რა ჩვენ უკვე ისეთ ასაკშივართ ბევრი თაობები გვაქვს ნანახი გულშემატკივრისაც ფეხბურთელებისაც და რაღაც შედარებებს ვახდენთ და შეგვიძლია იმ პერიოდის ფეხბურთი და ამ პერიოდის გათვალისწინებით დატვირთვები შევადაროთ და კონდეს აზრი, მაგრამ მე პატივცემ ახალგაზრდა გულშემატკივრის მოსაზრებებს, ხა ჩემთვისაც რომ ეთქვათ ბავშვობაში რომ იმას რენსემბრინგს ჯობდა ვიღაცა რა ვიცი მე სკიაფინო ან ვიღაცა გავიჩხუბებდი, იმიტომ რომ მე რენსემბრინგი მიყვარდა და იქ არ მაინტერესებდა წინა დროში ვინ იყო ბომბარდირი და ვინ არა. ამიტომ მათაც უნდა გავითვალეს, არ უნდა ვიყოთ მკვეთრები, იმიტომ რომ ეგ მე ამ ხალხზე ვამბობ, ვინც ჭეშმარიტად უყურებს ხა იმას, ვისაც არ ესმის, რომ ამ სტუდიაში რომ იტყვი, რომ კვარაცხელია მარადონას გზა გაიარა, ანუ ნაპოლიში მივიდა და ჩემპიონი გახადას, რომ გულისხმობ და რა ქვია, არ გულისხმობ იმას, რომ ის იყო, რა ქვია, მარადონაძე კარგია ან თანაფარდია. მასე ქრისტეს გზასაც გადიან გოლგოთაზე მიდიან და არის ეს გზას გაგატარები, მაგრამ ექსკურსია. ხო, ექსკურსია და ხო არ ნიშნავს ახლა რომ ამით ედრები მაცხოვარს არა. ამიტომ ვისაც ეგ არ ესმის, ვისაც ის არ ესმის რომ იტყვი რომ კინკლაძე და მესი ტალანტით შეიძლება გვერდიგვერდ დავაყენოთ და სანამ მესის ვნახავდით კინკლაძისგან გვაქვს ეპიზოდურად ნანახი ის თამაში, რასაც მე მესი ყოველდღიურად აკეთებდა და გახდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო და იტყვის რომ
ჩამოგითვლიან მესის ტიტულებს და აბა ქინქლაძეს როგორ ადერებ, ამ ხალხს კი არ გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ ვიცი მართლა რეალურად ვინისიუსის შეუყვარდა დღეს ფეხბურთი და იმას შე რო ეტყვი რომ იცი რა ევსებიო უკეთესი იყო არ ეს სიამოვნება ხო ხდება იცი ვინისიუს სოფლიოში 30 აი საუკეთესო ახლა ჩვენზე მაქვს ჩვენ თავის გულშემატკივრებზე მაქვს საუბარი აი 10 საუკეთესო ბრაზილიელში ვინც გვინახია ხო იფიქრებ ხო დავასახელო თუ არ დავასახელო აი ესე ხო არა რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე ვინც მე ნამდვილად არ დავასახელო არა გაუჭირდება აი შორს არის ძალიან იმათეულისგან ჩემი ბრაზილიაზე მაქვს საუბარი არა თუ სოფლიოში არასწორია ხო და ეგრე ადვილი არა მიუხედავად რომ ძალიან ხო თან რეალი გულშემატკივარი ხარ ძალიან ნაკრების მომენტია კიდე ხა ნაკრებში რასაკეთებს აი ფრანსფუტბოლის ოქროს ბურთზე როცა არის კამათ სულ მაგას ვამბობ რატო მოიგო როდრიმ და რატო იყო გილსი ვინისიუსი არა გაბრაზებულიყო და არავის არ დალაპარაკებოდა რატო მე არ მომეცი თუ ამ დონით გამორჩეულიც არ იყო და ეხლა ეგრე კოპაზე და თუ გაეკეთებინა იქ კაცო და არავინ არ დაუკავებდა ეხლა იმაზე რა ქვია ნოიერზეც გერმანულ პრესაშიც ვკითხულობთ რომ ყველა დროის საუკეთესო მეკარეაო ხშირად წამიკითხავს და ბევრი ახალგაზრდა გულშემატკივარი ეთანხმება და მე ნოიერს გერმანიის საუკეთესო მეკარების სამეულში გაჭირვებით ვახვედრებ რა ისიც იმიტომ რომ ეხლა რო თამაშობს სწორედ ერთი 10 წლის მერე შეიძლება სამეულში არ მოვახვედრო ამას წინათ უყურებდი გერმანიის წლის მოთამაშეებს რა რატომღაც ვათვალიერებდი და რა მიიქცია ჩემი ყურადღება რომ ზეპ მაიერი დასახელებულია 3ჯერ და წარმოიდგინეს გერმანული ფეხბურთისთვის, რა ვიცი, აი ოქროს 10 წლეულში არის დასახელებული მეკარე 3ჯერ, როცა იქ ბეკენბაუერი იყო, იყო და ვიღაც ისა, რა ქვია, ნეცერი და ხო, მაგასი არა, რუმენი და დასახელეს, ანუ ეს მე მაგის თამაში არ მინახია, ხა ვერ ვიტყვი, მაგრამ ხვდები რამხელა მასშტაბის გოლკიპერი იყო ეს კაცი. ანუ იმ თაობაში რომ შენ 3ჯერ გამოგარჩევენ. ეს არის რაღაც საოცრება რა. და ჰარალდ შუმახერი ბოდიში და ბატისტონის მომენტი რო არ მომხდარიყო, დარჩებოდა ზეპ მაიერის დონის მეკარედ. უბრალოდ იმდენად იმ საქცელმა უარყოფითად იქოდა მის იმიჯზე რომ უკვე აღარ მოიხსენება კარგ კონტექსტში. კაცო რა მინდა კითხო რა. ანუ ეს პირველად ნახე ხა იმაზე რომ ბენკსთან მიმართებაში მერე ჩარტონთან და ეხლა დენის ლოუს თან რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდაც არის და მანჩესტერ სიტისაც ხო? თუ გარდაიცვალა კაცი 18 პროექტ რომ კითხე კიდეც მე და შეიძლება დაგძალონ მომავალ წელს. გუშინ წინ მოვიდა იმაზე რა ქვია რომ აი მანჩესტერის შემოწმება გამოემშვიდობენ დენის ლოუს. ანუ რამდენი ხა მე მეგონა რომ ჩვენ ვიყავით ამითი გამორჩეულები რომ რაღაც ამდენი ხანი პანაშვიდი მე მე-9 დღესი გასვლა გამოსვლა ერთი თვე გავიდა ლამის და ესია სულ თუ კანონმდებლობით მიყვები ხო საქმე გადაეცემა ჯვარი აკავრობას ყოველი გარდასვალების შემდეგ კორონერს ამ კორონერმა შეიძლება მაგის იმან მომსახურებამ თუ რაც ქვია თუ მაგის სამსახურმა შეიძლება დაიკავოს გარკვეული დრო. ეხლა შეიძლება კიდე რაღაცა სხვა მომენტები არის, რაღაც კულტურულ, ემოციურ რაღაცები, ეს მართლა გითხრა, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა პერიოდი რო ამ საქმის გამოძიებას, გარდაცვალების მიზეზს და იმას ჭირდება რომ ეს შევსებული 40 გავიდა უკვე, ხო? ხო, 40 თვითონ იყო ესე იგი რა. ეს კიდე მალე დაგძალეს მე თქვი. თვითონ დაესწრო 40 კაცი ხა გოდიში მაკეინიც ეგრე იყო, მაკეინი. არა, რანაირად შეიძლება რამდენი ხანი გასწრა რა. არ ვიცი, კაი, მოდი ჩვენ მოდი იტალიაზე გადავიდეთ, აგერ არის იუვენტუსიო და ხო ის რომ აი მოვხაზოთ ბოდიში რა, ანუ არც ერთ მანჩესტერში რა, კიდე კაი რო არ გადავიდა იქ მანჩესტერში. საერთოდ ისედაც პეპთან რო არ გადავიდა, ერთი მე მეგონი ადრეც ვისაუბრია, რაღაცა უფრო მოაქცევდა. იგივე გრილიში ვახსენეთ, აი ხო, რომელიც იყო სხვა ფეხბურთელი, რომელიც აი ასე თუ ისე რითი შეიძლება შევადაროთ ხვიჩას რო ქმნი და აი იმ ფეხბურთს თამაშობდა რაც მოგწონს რა. უფრო თავისუფალი, უფრო რაღაცა მერე ნუ დადგა, კი, მოიგო ეს ჩემპიონთა ლიგა მოიგო ეს რაღაცა ტიტულები მოიგო, მაგრამ რაღაცა აი ეს რაღაცა წინვალება დაკარგა.
მოდი შირენოვაში რომ მოიგო იდეალია იმის მერე აი ხუჩაც თემა რო გავაგრძელოთ ირიბად რა ვიცი ჩემი ასრულებული ოცნება იქნებოდა ჯუნტოლი რო ყოფილიყო იუვენტუსის მენეჯერი და ხუჩაც აიყვანა ნაპოლიში კი არა იუვენტუსში ხო აი და ის სეზონი ისეთი სეზონი რაც ნაპოლიში ქონდა ხუჩას ქონდა იუვენტუსთან იმის მერე რაც ასულიყო რაც იგუანის უნდა იმართა ეს ნაპოლის თავი დავანებოთ რო არ ყოფილიყო საერთოდ და ხო ნუ ეს ჩემი სულვილაც იქნებოდა და რაც შეეხება კონკრეტულად ამ იუვენტუსს რა ვიცი აი ძალიან დიდი ტკივილია ეს გუნდი დღევანდელი იუვენტუსი ჩემთვის იმიტომ რომ თითქოს კარგად დაიწყო მოტამ ეს სეზონი რაღაც იქ შტამბეჭდავი გამარჯვებები იყო იგივე ინთხოვენთან ვახსენეთ უკვე და რედბულთან გასვლაზე მაგრამ მე აი ეს ნუ სარეკორდო რაოდენობის ფრეები რაღაც ბოლო წუთებზე აბსოლუტურად რა ვიცი ეგ იუვენტუსი არ იყო მე მგონი მაგ შეხვედრაში მაგ გუნდი არ იყო ხო მაგას ვამბობ რა საერთოდ კარისკენ არც გაუხედავთ და რა ვიცი და აი არ ვიცი როგორ იქნება რა ხა წილისყრა თითქოს ნუ პირველ ეტაპზე გაუმართლა მოდი ესე ვთქვათ ეინთჰოვენის სახით და იქაც ცოტა დაიძაბა სიტუაცია ერთ ერთ ანგარიში წყნარად ყოფნის საფუძველი მე ზოგ წილისყრისთანავე ჩემ მეგობრებს ხა ვინც იუვენტუს გულშემატკივრები როცა ვსაუბრობთ ვეუბნებოდი რომ 7-ად გავივლით მეთქი ხა 2-1 კი არ არის იმ 7-ის საფუძველს არ გაძლევს მაგრამ მაინც მგონია რომ ამ ეტაპს გაივლის იუვენტუსი და ზოგადად გუნდი არის მეგონა მილანის და წავიდა ეგრე წააგო ბრიუგეს მე მგონი თუ არ ჩაუთვლით ამ 24 გუნდში ვინც გავიდა პლეი-ოფში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი იუვენტუს 9 გოლი აქვს უგატანილი ბაიერნმა 9 გოლი ზაგრებს გაუტანა ეგ ერთ თამაში ნუ ხა ეგ იუვენტუსი ყველაზე მეტ გოლს რო არასდროს არ გაიტანს ხო იცი შენ არა 9 ეხლა 8 თამაში 9 გოლი ის არის რა 5 ფრეებით გადიოდა ხოლმე ქვეჯგუფიდან იყო ეგეთ შემთხვევებიც მახსოვს ეგ ამბავი მაგრამ რა ვიცი, აი მეორე ეტაპზე რა იქნება, ეს უკვე წილისყრაზე ვინ შეხვდება, მაგასაც არის. ვერ ხედავ, მართალი გითხრა, საიუვენტუს ახლა აი ამ თამაშიც ხო გოლების ავტორებს კონსეისაურს შეიძლება პლანიდან. ხო? აი კონსეისო არა. რა გეუბნებით, იმას კი არ რატო? თვითონ ფეხბურთელებს კი არ არჩინა ანგინეს ბაქტენის და გინე მეორეს. მაგრამ აი რო წაიკითხავ მოგვარებს ხო ყველაფერს ვიკრები იუვენტუსის გარდა ესმის აი თქვათ ეხა ლიპის დროს ეგ ვერ მოხდებოდა მეორე შემოგვიყვება ხო არა ეს არის ეს შეიძლება აბონემენტი არ მიეყიდათ ეხლა კი არის ეგ სტადიონის ამათვის რა და მე მახსოვს და შენ ეხა კიდე შენ ეხა იუვენტუს გულშემატკივარი და მე ტრაპატონის იუვენტუსს რო მახსოვს რომელიც იყო თქვათ 70-იანი წლების აი იმაზე იქ არ არის ლაპარაკი იმაზე რა ქვია პლატინის და ბონეკის პერიოდზე იქამდე გეუნები კიდე ხო აი 78-ის იტალიის ჩემპიონატის იტალიის ნაკრები მთლიანად იყო იუვენტუსზე აწყობილი ხო ბეტეგა და ესენი კაუზიო და ეს აფეხბურთს თამაშობდნენ და რას აკეთებდნენ ხო და დაცვა მთლიანად ხო კაბრინი და ეს რა ქვია შირია და ზოფი უკან და ჯენტილე და რა ვიცი ვინ არ იყო იქ და მოტას სირა კიდე ჩემთვის აი მიუღებელი რაც არის ეს გულშემატკივრისთვის მოტა არის კარგი ბოლონიას მწვრთნელი ეგეც მაგაშიც გეთანხმები რომ არის რაღაც დონე რომლის მაღლა მწვრთნელი ვერ მუშაობს დაუშვათ და გვინახიათ ან დროჭი შეიძლება დროჭი ეგეც არის აი 10 წლის მერე და ამას პირველი სეზონში ბოლონია შედეგი არ ქონდა ხო მოტას მე რეაქცია შედეგი ანუ იუვენტუსის ცვლილობამდე ჭირდება დრო აი როგორც ნაგელსმანს მოუვიდა ეხლა არაქანის ეტაპი ერთადერთი გუნდია ვინც ამ ეტაპზე ევროთასების ჰოლანდიური გუნდი დაამარცხა იმიტომ რომ ფეინორდმა აკმარმა ტვენტემ და აიაქსმა ყველამ თავის თამაშები მოიგეს და ფეინორდმა მილანს მოუგო და ის იუვენტუსი რამე ხიმენესი წაართვეს წამოიყვანეს აქეთ ფეხი არ გაუძლევია თელი თამაში ჯობდა იმ ფორმით გამოსულიყო ისევ და ესენი 10-ნი ყოფილიყო იმდენად უშლიდა ხელს და ბოლოს თემა რო გავაგრძელო რა ის მუდმივად სulis შემადგენლობას არის სეზონის დაწყებიდან გავიდა მე-6 თვე მიდის უკვე ანუ რა ვიცი მე მგონი ყველა მწვრთნელი სადაც არ უნდა მუშაობდეს ამ პერიოდში ჩამოყალიბებულია ნუ 5-6 კაცზე ვინც არის ძირითადი ბირთვი ხო აი აქ მუდმივი ცვლილებებია და შემადგენლობას თავი გავანებოთ აი კაპიტანი ხა ლოკატელი რო არის აი სანამ კაპიტანი გახდებოდა რა ერთი 10 კაცამდე მოირგო ეს სამკლაური და ესეთი ამბები ცოტა სტაბილურობა არ აქვს და მე ეგეც არის ხა იცი კი ლაპარაკობ რომ დრო უნდა და ეხა ბოლონიაშიც არ კონდეს და გავიგე ბოლონიაში შედეგი რო არ კონდეს 5 წელიწადი
არავინ არაფერს უნივერსიტეტის რექტორი თუ გამოვიდა რაღაცას ეტყვის იქა იმედან არ იმაში ბოლონიაში და იუვენტუსში ვინ გასცეს ეხა შეიძლება დრო არ მაქვს ეხა მე მომეცი დრო მე აქ მოვალ და ჩემ წესებს იმას ვიზამ და 5 წელი არაფერს არ ამთხოვოთ ისა შედეგი ხო ეს არ არის 5 არა მაგრამ ერთი ორგან უკვე ნუ ცოტა ხნის წინ წავიკითხე იანვარში მე მგონი როცა აი სუპერთასზე მილანთან წააგო და მაგის შემდეგ რომ უკვე რაღაც ეს დირექტორთა საბჭოს შეხვედრებზე უკმაყოფილებებმა გაიჟღერა ესე ვთქვათ. კარგი, მოდი დანარჩენ იტალიელებსაც მივხედოთ, ეგერ შენ მილანი ძალიან ცუდი სანახავები იყვნენ, ახლა ბიზნეს უამბობს რომ რეალის გულშემატკივარი ვარ, მე მილანისტა მე ვარ მილანისტა და ხომაგობ ძალიან დიდი ხანი ამ გუნდს და ძიმე პერიოდი გვაქვს ახლა იუვენტუსის გულშემატკივრებისაც მესმის რასაც განიცდიან, იმიტომ ჩვენ მიჩვეული ვართ სხვა წარმატებებს და სხვა დონეზე თამაში და სხვა დონის ფეხბურთელების ყოლას მოედანზე და სულ რაღაც იმედები გვაქვს რომ ის სახელი, ის ტიტულები, ის ჩვენი კლასი გადმოვა აქეთაც, მაგრამ ახლა რო უყურე ამ თამაშს აბსოლუტურად არაფერი მოსაწონი არ გაკეთებულა, აბსოლუტურად. აი 0-0-ზე მეორე წუთზე კარგად შეუტიეთ, აი ეს იყო და ეს და მე ეგრევე წამოვიდნენ, არ გასაშვები ბურთი გავიდა, გასაგებია კარში, მაგრამ ახლა როცა ხარ გუნდი და ერთი თვით აგებ მესამე წუთზე, ხო? 87 წუთში თუ არ მოიგებ ან გაათანაბრებ, ყოველ შემთხვევაში ის შთაბეჭდილება მაინც უნდა დატოვა, რომ აი არ გამიმართლა და ისეთი მომენტები მქონდა და რაღაც გავაკეთე და აბსოლუტურად არაფერი რა. ტრანსფერებს როგორ შეაფასე? ნუ გოლი არ უნდა გაიგო. ბევრი ტრანსფერი გააკეთეს ხა, ხო? ჟოაო ფელიქსი. არა, გავიგე ხო და მაგასოვებ ხა დიდ გუნდებსაც ხო ემართება რომ მესამე წუთზე ხა რაღაცა მოხდება და გავიდა გოლი, ამიტომ 87 წუთი ვერაფერი ვერ უნდა გააკეთო, ეს ისე არ არის. უცნაური ფაქტი წავიკითხე, აი რო კითხულობდი თვალებს არ უჯერებდი. ფეიენორდმა ჩემპიონთა თასზე პლეი-ოფის თამაში მოიგო 1974 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა თასზე. პლეი-ოფი. 74-ში კოლრეინს მოუგო არც ვისეხსომებოდა. ეხლა თუ რაღაც ჩაკითხიტებული არ არის. და მილანს ისე რა ტრანსფერებს რავი, რა გითხე? ტრანსფერებზე გითხე ხა რომ აი უოკერის გადმოსვლით ვარ ბედნიერი ვერ გეტყვით რა. უოკერი კარგი რო ყოფილიყო იქ დაიტოვა. რატო უნდა მაგას გვარდიოლას მაგაზე აკრიტიკებენ უოკერი დატოვა და ხუსანოვი დიდად არ გამხარებია. ხიმენესი ბიზნეს ნუ ეწყინება, მაგრამ კარგი ფეხბურთელია ფეინორდის დონის და რა მომწონს ერედივიზიონს ხშირად უძღვები, მაგრამ თვითონ იმ ერედივიზიონში ბევრად უკეთესი ფორვარდები მახსოვს და ხა მილანში ხო ჟოაო ფელიქსი ყველაზე უფრო მეტად თვითონ ხსნელი აი ვერცად გუნდში ვერ თამაშობს ჟოაო ფელიქსი გამოვაფერდა იცი რა ერთ თამაშს ითამაშებს და მე აი ტირის მე იწყებს პორტუგალიურად ხო ახლა საუკეთესო ფეხბურთელია 50 მილიონი გადაეხადა მაგაში ატლეტიკო მაგრამ რაღაცა აქვს უფრო მეტი ვიდრე სხვებს ახლა ზემოთ ჩამოთვლილი და ამას რომ მონაცემებია კიდე ამან კისერიკინაღა მოიტეხა პირისპირ გავიდა და დაილეცა რობა არა გრაფალიაო გამოა ისე თამაში თამაშებს იტყვი რომ რა ვიცი რა გითხრათ აი ხა ვინც მოედანზე არიან არ დავიწყებ ხა ამბასტენებს და გულიტებს და აი ზვონიმირ ბობანის დონის ინფორმაციის მილიონი მოედანზე არ არის რა დონადონი დონადონი სად არის დონადონი არის ხა მოედანზე გინდა როგორც ფეხბურთელი გინდა როგორც მწვრთნელი სხვათა შორის მე მაგ აი უნდა ვნახო ის უნდა ვიპოვო მილანს მოუგო ფეინორდმა მაშინ პირველად რო აიღო თასი ჰაჯი მუსაო 70 ნახევარფინალი მოუგო ამათ აი მიანად რივერა რა ხო აი კარგ მილანს მოუგო სორმანი იყო მაშინ მილანში და ნესტორ კომბენი და ესეთ კარგი მილანი იყო რა ვინც ჩემპიონთა თასი აიღო ყველდენ უცნაური აი თუ არ ცდები აი შენ რო ილუზიონს ეძახი იქ ვიპოვე იმას და მივეთანიქა იმაში ილუზიონს რო ეძახი ილუზიონი ჩემი და უმეტესი ქართველი საყვარელი გადაცემა იყო ხა ისე კი არ ეძახი ხო და იქ ვიპოვე იმიტომ რომ მე როგორც მახსოვს მანქანეგემა გაიტანა ეგ გოლი რამდენი კაცი ცელოდებოდა ისე და არა ბუნებრივია კაცო არა მე ხუცუდ ხარ ამბობ კარგი ბრიუგე ახსენე და მაშინ იტალიური თემა მაგითი რო დავხუროთ ხო ბრიუგე
აგერ ატალანტას ამდენი ვაკებთ და ანუ ვაკებთ სწორად ეხა იმიტომ რომ გასპერინი რა ვიცი ეხა მე ბრიუგე მე ცოცხალში ჩვენ რამდენჯერაც ვნახეთ სულ ვაკეთ წაგებულ თამაშებშიც გვიქია მახსოვს იმიტომ რომ დორტმუნდთან 0-3 რო წაგეს ის რეალურად არ იყო 0-3 თამაში ხო გახსოვს არა და ამიტომ მე ბრიუგე ყველაზე კაი საყურებელი იტალიური გუნდია ჩემი აზრით ატალანტა ხო აი პატარა ქალაქში ეს კაცი რამ ხელას ამუშავებსაც აკეთებს გასპერინი ხო? მცირე რესურსები. კი ბატონო, კი ბატონო. არ შეედრება ხო იმ დიდ სამეფოს იტალიური ფეხბურთის რომელიც შედეგი ეხლა სტაბილურია რა, რა ვიცი ხო ბერგამოს სკვალობაზე კაცმა აგერ ის ევროპა ლიგა თავის ადგილას არის და ევრო 100 მოიგო ბერგამოთი ატალანტი ნუ აეროპორტი არა თან მოიგო კარგი თამაშით ხო კარგი ფეხბურთის ფინალში საერთოდ და მოუგო იმ ლევერკუზენს ვისაც ვერავინ ვერ უგებდა 4 წელი კი ბატონო დრო უგებდა 2 წელს მაინც აგებდა კომპენსირებულ დროში 3 თორს ხო და არა ეს ბრიუგე მომეწონა მეც ბრიუგე მომწონს მაგრამ ფავორიტად მაინც ატალანტა არა თავისთავად ცხადია და გულშემატკივრია მე იმას ვერ ვეგუები როგორ არ შევინარჩუნებთ ეს რეტეგი რა 20 გოლი გაიტანა ბიჭმა აი იტალიის ბომბარდირი იყო და რას ვერ ვიგებ კაცი იყო არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირი 2 წელიწად 55 კაციან სიაში არ შეიყვანეს ტიგრეში ყავდა განათხოვებული ბოკას და ეძებდა თვითონ იმას აქვია center forwards სად არ წავიდნენ ვიღაცა ეკვადორელი ვიღაცა მოიყვანეს რომელიც ეგრევე გაუშვეს მე სადღაცა იქ მეორე კიდე სადღაციდან აგერ ყავს შენი და ისე გაიყიდა ტიგრედან გაიყიდა იქიდან კარგი იყიდეს თვითონ იმდენ დატოვეს რომ იმანაც აიხეირა რა იმანაც აიყო ფული ჯენოაში როცა წავიდა ხო იტალიის ნაკრებში წავიდა საკუთარ ბომბარდირია იმის სერიაზე აიგონია მამის არის ხაჩორის ბალაკს ჰოკეის ნაკრების მეკარე ისა მან ხოლმე პოპულარულია ძალიან ხო და ის ხახადა ოლიმპიადა მოაგებია და მსოფლიო ჩემპიონატი ხალებს ო ეგ არ ვიცი აი ხა გერმანიასთან ნახოთ იტალიას რო მარჩი აქვს თამაშები დიდი იმედი მაქვს რომ როგორც სერიაშია ისეთი კი არა კაი ბიჭია ძალიან კაი ბიჭია ხო და აქ ძალიან სულელური პენალტი დაინიშნა და მე გვექნება დარწმუნება რომ ამიტომ აღარ ვიტყვი არაფერს იმიტომ რომ ეს კომენტატორებთანაც ხოდა მიმოწერა და ფაქტია რომ ცელი რაღაც სულელეს ჩადის ხო ამას საერთოდ იტალიურ პრესაში ბევრი იყო მსაჯულაზე საუბარი და მაგაზე ვისაუბრეთ იუვენტუსის თემაც იყო გოლი მანამდე ხელი იყო და ლეთელი ამბები ბაიერნის თამაშიც იყო საკამათო კარგი ის გველოდება მოგეთ ხო კი ბატონო კარგი და ამათ საინტერესო განმეორებითი მატჩი ეს კი არის ფავორიტი კი ატალანტა გეთახვებით მაგრამ ესე გადაჭრითაც რომ ვინდა თუ არა გააგდებსო ვერ იტყვი აი ვიზეს შეგვიძლია რომ ვთქვათ რომ აბსოლუტურად ყველა იქნება ჩასატარებელი მეორე მატჩი ეს არის სპორტინგი რომელიც დორტმუნდმა დაშალა მარტი მომრავლებად იქ თავის მაშინ რა ქვია არა და პირველი ტაიმის მერე ვერ იტყოდით ის სპორტინგში შეიძლება ქოჩორაშვილი გადავიდეს კი ამბობენ და კარგი იქნება სხვა შორის კარგი იქნება რა თქმა უნდა არა ისე აი ეს ამორიმის ასვლა ესე ჩამოეშალოს გუნდის შედეგები თამაში არა სხვა შორის ისე რა იცი როგორ უნდა თქვა ამორიმის გადასვლა რომ არც ედ გუნდს არა გამოდგომოდეს ეგეთი რამე არ საიდანაც წავიდა უკვე ამორიმის რევს ლაპარაკობს ხო ხედავ შეიძლება გამოვიდა დაბნეულმა ისევ დაბნეულმა თქვა რომ ისეთი ცუდი მანჩესტერ იუნაიტედიო არასდროს არ ყოფილაო საერთოდ ისტორიაში ყველაზე ცუდი ანუ იმ კლუბის მწვრთნელმა თქვა ხო გამოვიდა და პრეს კონფერენციაში ეგ ამას ნოვაცია ამაზე ცუდი არაფერი არ მინახავს მწვრთნელების ნოვაცია საშინლად თამაშობენ საშინლად თამაშობენ ეს კაციც უკვე რაღაც არაადეკვატური მაგრამ იცი რა არის მაგალითად ვერაფერი ანუ ვერანაირი ხელი ვერ დაატყო იმას ხო ხო არა წელი რომ მიხვა გუნდში გავა თვეები და მე შენი პირით ამობ ამას ეხა ხარას ისე ჩემრალი იტყვი რომ აი მე ძალიან ძიმე მდგომარეობაში მოვდივარ და ესეთი ცუდი მანჩესტერი არ მინახია მაგრამ მე მოვედი და ეხა აქედან ავაშენებ რამეს კი მაგრამ შენ რო გავიდა 4 თვე თუ 5 თვე თუ რაც არის და
რო კითხავენ და ამაზე ცუდი მანჩესტერი არ მინახავს, შენ თავზე ამბობ რა. ის ალბათ ყველგან აი ძალიან ისეთი ნაცნობი მომენტია, რომ რა სფეროშიც არ უნდა იყოს, როცა შენი ზემდგომი კი არა, ვისი იმედიც გაქვს, ის რო იძახის, რომ სულად არის საქმე რა და ესე კიდე რა მოხდება, კაცმა არ იცის და მეცაზე არა ვარ, რა მოხდება, ხო? შენ შესაბამისად რაღაცნაირად უკვე რაღაცა კითხვებს ვამ რა, შენ თვითონ საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით რა და ეს ისე პეპისკენ წავედი რა, რომელიც აი ამას ხო, აი უყურებ ხა პეპს, რომელსაც ნუ პატივისცემა სიტიში თამაშობ, პეპი ყავს რაღაც ის იძახის, რომ აზე არა ვარ, რა ხდება და არ ვიცი როგორ გამოვასწორო. ეს კაცი ახალი მოსულია და ნუ მიხდა. ამ კაცშიც არ არის საქმე და არც ტენჰაგში იყო საქმე როგორც ირკვევა რა. ნუ ანუ გაზრდით ღრმა ამბავია და ეთყობა ხო იმიტომ რომ ორი წარმატებული მსვლელი მოვიდა მან მაურინიო რო გაუშვეს. მაურინიომ თქვა კიდეც რომ მოგენატრებითო კიდევ აი დაგენგრევათ ეგ. მართალი იყო მაურინიო. და შედეგები მაგას აჩვენებს. კი, ეხლაც მე მგონი იმისა ბელა გუტმანი გაუკეთა მე მგონი ეს დინამო თბილისი ვინ დაწყევლა ეს კაცი მანახეთ, იმიტომ რომ იმათ კაი მანჩესტერს და იმას რაღაცეები შეიძლება კიდე ეშველოს და ესეც ესე ხდება, ვინ არ მოიყვანეს 4ჯერ ჩისკო იყო, 5ჯერ ვიღაცა და ისკო და ჩისკო და ისკა ბოლოს მე მგონი ისკა დანიშნო ჯობია ჩვენი მანჩესტერის პრობლემა რა ვიცი მე მგონია რომ ეხა ძალიან სიღრმისეულად ეგ თემა არ მიკვლევია მაგრამ ხელმძღვანელობაშია რა და იყო გლეიზერების დროსაც და აი მან ქედან მოდის მე დაბლა ყველაფერი აი რა მოდის რა უნდა მოდიოთ არ ითამაშოთ ხელფასს არ უხდიან ცუც საჭმელს აძლევენ თუ აი მაგაზე არა რაც არ ჩანს რაც შიგნით ხდება კლუბის სტრუქტურაში რაზეც მე ვერ გიპასუხებ მაგრამ მგონია მეთქი მაგა ხო და ლაშა აი დაგეთანხმები ერთი და თვითონ ეს ხალხიც ხო რომელიც არის თავგადაკლული გულშემატკივარი იქიდან რომ ნაწილი იყო ამ კლუბის და დღესაც არის ხო ეს გარი ნევილი იქნება თუ ხო სუ იქით იქნებენ ხელს რა გლეიზერებისკენ მოუხსნეს ისა რა ქვია საბოლოო მე მგონი ეხა ეს ხო ამან გვერდზე გაწევრო დავზოგო 2 მილიონი Manchester United-ი რო ხარო და სასადილოში შევიდა და რაღაცა ხო იქ აღარ უშვებენ რა ქვია რაღაცა VIP შესაძლებელი რო არის ანუ რაღაცა არის ანუ მაგას აი ეგეთ რაღაცებს რო ვკითხულობ მან ხვდები რომ არასწორი ხედვა არის სამაგერ ფერგიუსონი აქ ცხენებზე გადავიდა და შენივე ის კაცი არ დაიკარგება ის კაცი არ დაიკარგება კიდე აი მოესი რომ მოიყვანეს ხო გავს მოესი რომ მოიყვანეს რომ გადააკვდა ფერგიუსონი ეს მოიყვანეთ ხო აი ხო აი უცნელი ეს მოიესი მაგრამ აქვს თავისი ნიშა რა დაბრუნდა ევერტონში მაგის გუნდი რა ისევ ათამაშა ევერტონი არა მანამდე ხო ანუ უკვე დაეწყო ევერტონს რომ ისევ იქ მოხდება სადაც იყო რა შუა იმაში რაცაში მას თავისი ისა ანუ ის რაღაცა გამოაძრეს მაშინ მოიესი მიიყვანეს იმ მანჩესტერში თან აი რომ დასრულდა ყველაფერი და წავიდა დაიღუპენ და წავიდა ფერგიუსონი და მოიყვანეს ეს ძალიან ძნელი ამის მერე და ის ძალიან უნდა აი ხა რაც მოხდა ისე გადავხტი სლოტზე ეს კიდე რაღაცა ბედნიერი შემთხვევა და ამ კლუბმაც კიდე ნუ დაახვედრა რა უზარმაზარი სამუშაო გაწია ხა ესეც კაი ძნელია და რაღაცა ნუ ისეთი კვეთრი მოძრაობები არ გაუკეთებია და აგძელებს ამ კარგ სვლას და რაღაცა რა ვიცი მე მგონი თემიდან გადავგონი სლოტს მე მგონი ძალიან კარგად იყო შერჩეული იმიტომ რომ გუნდის ლიდერი ხა ვინც არ ვიცი და ორი ნიდერლანდელი რა მოედანზე ვან დაიკი და სათადარიქოთა სკამზე ასე თუ ისე წარმატებული ჰოლანდიის მასშტაბით მაგრამ წარმატებული მწვრთნელი და ამ თანხმედრა მოიტანა რა ვიცი ეს დიდებული გამართლების რა ვიცი რამდენად არის გამართლება არ ვიცი მაგრამ აშკარაა რომ ამ კაცმა ეს ლივერპულის თუ სხვა დონეზე აიყვანა. ცოტა ის ხوارეწება რა ქვია. დახვდა რა თქმა უნდა. დროებით ჩავარდა ხوارეწება ცოტა. ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ ამაზე რომ რაღაცა ჩავარდნები იქნება. ხო და არა იცი რა მე ძირითადად თასზე. არა ხო პრემიერ ლიგაში ხა ბოლოს ვერ მოიგეს მაგრამ პრემიერ ლიგაშია ზუსტად იმას ვერ მოუგე
ვიზეც ლაპარაკობდა ეგ ევერტონს, ნუ ეს ისეთი თამაშია, ეგ არ არის ჩვეულებრივი თამაში, ხო? დერბი. ჩვენ რო ჩავუძვათ ევერტონის მაისურები შეიძლება არ წავაგოთ, მაგრამ ანუ სხვა ის გერთვება რა, უკვე ხეცური რაღაცა მომენტი რო იქ რა. ჩვენ არა, მაგრამ ოთარ ტატიშვილმა რო ჩაიცვეს არ წააგებს. ის არ წააგებს, კი. კარგი, იცი რა, ვახსენეთ ეგერ გუტმანი და გუტმანის დაწყებული ბენფიკა კი ჩავიდა მონაკოში და წამოიღო იქ. მეორედ მოუგო წელს უკვე, იმიტომ რომ ერთხელ თან რა უცნაურად მოუგო ხო გახსოვთ იმას მონაკოს კაცი გაუგდეს 1-1-ზე, მეორე შეუგდო და 2-1 უგებდა და დაუტრია. ძალიან დაძაბული თამაში იყო. გაგზავნაც გვექნება. აქ კიდე ესეც არა ცუდად მოუგო. აქ გაგდება აქაც. ხო, გაგდება აქაც. ესაც ვარკვევთ რაზე გააკეთე. და ეს კაცი კი ეხლა რო უყურებ ძალიან მიხარია უკანა მითი რომ ეს პავლიზისი აბა არ გამოვიდა ჩვენთან კი ბატონო. ხარ მაშინაც ბომბარდირი იყო და კარგად თამაშობდა და ძალიან გამოკვირდა. ყველგან გოლი გააქვს. გინდა ვიგეთ. თამჭა არა რო უყურებ ეხლა რაღაც ისეთ თამაშიერებას არ ახდენს ეხლა დიდათ რა. რა დიდათ რა ჰეტრიკი არა არა სხვა რამეს გონებით მითი თამაშის აი რო შეხედო მეთქი რომ ეფექტურია მოვიდა ზღვარი ახლა რაღაცებია რა ხო ბარსას მეოთხე გოლი მეოთხეს მაგისი იყო რა ის არა უხომ თავს გაშე გაიტანა თორე იმას გაქონდა ცოტა ერთი 5 წლით ახალგაზრდა რო იყოს კარგუნში გადავიდო ასაკში ახლა ისეთში გაჭედილი რომ ამან რა დააშავა ამ კაცმა ვიღავი ეს პირველი გავიგე, მაგრამ აი მეორეს რომ იცემს. გვაქვს ხო ესეც? გვაქვს და ვარკვევთ რა. ეს კი იყო ხა. არა, პირველი კი, პირველს არ და. შეასრულა ხა, კი ბრძოლაში მოიგო იმასთან, ხო? არა, ეს ბოლოს ეს სულუკად გადაგდება, შესრულება. კი, პარაშუტი გაუკეთა. ან მაგ კუთხიდან არ არის ადვილი. არ არის იოლი ხო? არა უთარ შევთხოვე. არა ზუსტად გამოუთვლია. იმის ბოლოს ამ თავდასხმელებს კავკასიური ნაგაზივი დააჭრიან ყველაფერს. ყურებს და წვერის და თამაშგარეში არ მოყვე. თავარი ყელსამობი არ შეამან. ხო რა, იმას ზაფრვა. შენ ამ იმაზე თამაშგარეში ხო იცი ორი ის ქონდა, ანუ ჩანს ფუტბოლ ჩანს აი ის სიმღერები თელ სტადიონი უმღეროდა ერთი ოზილს უმღეროდნენ რომ შენ თვალები ოფსაიდშიაო და მეორე იმას სუარეს იორთიზა რომ ანუ კბილები და ოფსაიდშიო რა მთელი მოდა მაგრამ სალახმა მაგითო შეიცვალა ვარსკვლობა და თვითამაშგარეში სალახმა ფელაინი მას ყათაშო მაგისი წავიდა უბრალოდ ფელაინმა რაც ვარცხილობა შეიცვალა როგორც გარეგნულად ისე თამაშითაც აღარ იცნობოდა, იმიტომ რომ არაფერი არ გაუკეთებია. წავიდა მე სადღა შეიძლება მანამდე ცუდად თამაშობდა, უბრალოდ თმებით იმახსოვრებდით რა. ვალდერამა რო იყო, კარლოს ვალდერამა. ბოლოს მთელი სტადიონი უსტვენდა, იმიტომ რომ მაშინ ხო საკაცით გაყვანა იყო მოედნიდან და იწვა გაიყვანეს საკაცი და დასვეს თუ არა შემოვიდა და მთელი სოფლიო ჩემპიონატი უსწრებდი, მაგრამ მაგარი იყო ვალდერამა. მაიკ დინი რო იყო არ ვიცი, ფელაინს აძლევს ყვითელს რა, კადრი არის იუმორისტული კოლაჟებშია სულ ჯიბეში ამოიღოს და რო შეხედავს ფელაინს ესე შეში ესე გააკეთებს რა, თავს რო აწევს და ფელაინი რო დაინახა. დაგვჭა ბაიერნი დაგვჭა ბაიერნი, რომელზეც თქვენი ლაპარაკია. მე შენი საყვარელი სელტიკი ხდებოდა. ფოტოშორის იცი რა, შენ კი გაურბი ხარ მაგას, მაგრამ ჯობდა მთელი თამაში, მე 2-0 და წალეკილი ყავდა და ვიღაცა აიღებდა და 5-0-საც წააგებდა და ამათ იბრძოლეს ბოლომდე. აი მე მომწონს ეს სელტიკი დორტმუნდმა არ მოუგო რაღაც კატასტროფული ანგარიშთან. ხო და დორტმუნდმა მოუგო და იყო იმ თამაშის მერე არის შეცხა. ამოვიდა და ეს ხანახეთ რას უზავს სამათო და რა ქვია
თამაშის ილუზიონში. წინა გადაცემაში მე და ეხლაც ეგრე იყოს, ბატონო. და იმიტომ არ ვიღებ ხოლმე. 5-0, 6-0. 5-0 ვიღაცას მოუგო და ავი 6-1 მოიგო და რაღაცას 10-0 და ახალი ისა დამთავრებული გადაცემა გამოვიდგენ დაუჯექი ლევანთან დაუჯექი და იცავს ხალი იწება და ხარი ბიჭო. ეს თან წამოვიღე ეს ფურცლები ხა იქიდან. ეს ისენი რა სტატისტიკა მაგდა ვარ ერთთან ბავში რომ ბიჭო სელტიკი ეხა მოზერველს სანამ ესეთი ჩაიკითხა და ამოწია თავი 6-0 იყო თუ რა. დადის მოუგო 5-0 არ დამთავრდა მთელმა თბილისმა ვისაც კი ჩემი ტელეფონი ჰქონდა იმაში Facebook-ი ჩართული მქონდა. Facebook-ში მწერენ ვიღაცები, ვახახა, უხუხუ, აბა ესა კიდე ესე ვიღაც გუნდზე თქვი ხა კიდე ამაზე ხმა არ მოიღო, იმაზე არ თქვა, ჩემი გუნდი არ ახსენო. ის ვიღაცა ვერ იგებს და იგება იმის მოწინააღმდეგეზე თქვა რამე რა კარგად ითამაშებს თუ რაღაცა, გამსინა თელმა სოფლებს. ხმას არ ვახსენებ. ეხლა ისე თამაშის წრეზე შევხედე და 5-0, 6-0 მოიგო და მეთქი დავით ამანებელს ოჩხას არ მოიგო. არა, გუში მე სამ თამაში 18 გოლი გოდა გადადა. იყო ამ თამაში. ეს მაედა არის, რაღაცა მხეცია. 2-0-ზე ჰეტრიკები. იომეს რა ხო ბოლო. მაგაში ამდო ხო აკაცო. კი ბატონო. სადაჟორის აქ პენალტიც იყო. კი. აი როდანი ესეც ბოლოში გოლიც გაუმართლათ ეხა ამას. ეს უპამეკანოს მომენტზე ხომბობ ხო? ბატონო. ან მოიგებდა ბაიერი. გოლი გაუტანეს მესამე წამზე. ხო. და თამაშგარებიც ის იმაში გრაუნდი. მაგრამ მაგ მომენტის ავიღეთ რაღაცას მინდა შევადარო. ვიზახიდით ჩვენ. კი ბატონო. ჩარტ კომპიუტერი. ეგრევე ხელოვნური ინტელექტი. მორატაზე რო ვიზახო მაშინ. ისა მორატა ეგრე გაგიშვა ახსილევან. ბუფატუცემულოთ. ვალი ქონია თუ ვიწროს რეში. ეს ყოფილა ხო, ფარტი იყო. რა ვიცი ხიმენეს აგინებთ და არა მაშინ რაღაც უშვებდით იმას. იმიტომ ვაგინებ რომ არასწორი მორატა მე მგონი ჯობია ხილები ტიტულს აიღებს. მე მგონი რაღაცა პირველ ტიტულს იღებს. ბუნდესლიგაში აიღებს. ბუნდესლიგაში. ჩემპიონთა ლიგას ვერ შეპირდებით. არა მგონი ჩემპიონთა ლიგა არ მგონი. ეგეც ვინახავს ბუნდესლიგაში ერთფრენებით თასისაკეთი კიტარება ბოლო ტურში. ეგ სუბაიენის სასარგებლო თავი უმეტეს. 19 გოლი გაუტანა კასპერ შმეიხელსო კარიერაში. ამაზე ეწერა. 19 ზოგ საერთოდ არ გადადი. აი კონკრეტულად ამეტარეს წავიდა დაიმალა შოტლანდიაში და წავიდა ყველა ხა ლესტერში დაიქო ყავდა საერთოდ. ლიგ აკლებული ყავდა და ახაც შეუვიდა. სიბერეში კარგი მეგობრული. ხო, მაგრამ იცი რას გეტყვით? კასპერ შმეიხელი პრემიერ ლიგის ჩემპიონია და ეს რა. ეგეც არის. თავის 19 გოლი არა. ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ის იყო რა წელიწადი ჩემთვის. ლესტერი? აი ხო, რაღაცა და ესეთი მომენტი იყო რა, აი სულ მაგას ვიძახე, აი სუფთა ჰაერჭავთ, აი რო აი ამ გუნდმა, თან როგორ ეხა რაღაცა ხო არის? თავიდან არა გენ მოდიფიცირებული. წავიდა თავიდან, თან რა მახრიც ის გუშები იმითი კლუჩები და მანამდე იმ ხო ვარდი იყო ნახევრად პროფესიონალი. მე კომპანიას დაიხდი და ამოალაგებდა. ამ როგორ ინახავ ფორმას რა შვებიო და Red Bulls Red-Bulliო და რაღაც ჩიფსიო, თუ რა Red Bull. დრინკვოტერი ყავდათ ხო მე მგონი. დრინკვოტერი ყავდა, რომელიც კარგი იყო მაშინ იმ სეზონში, მე გადავიდე Chelsea-ში და ვარდიზე სასაცილო იყო, რასაც ფეხბურთელს უგზალავენ, ხო იცი რა, არ დალიო და როგორ იმზადები და ყველაფერი ჩამოთვა რაც აკრძალულია. მახრესი ხო კომედია იყო სხვის ჩამოსაყვანად გაგზავნილმა სკაუტოს სხვა ჩამოიყვანა. აბა. ხო და ეგ იყო ხო და გაამართლა გენიოსი კრუიფის სიტყვები რომ ფეხბურთს ფულის სტომრები არ თამაშობენო რა. ხო და აი ამიტომ ძალიან ის იყო ჩემთვის ძალიან კაი იყო, ძალიან ემოციური სეზონი. მოდი ახლა ერთი პატარა მონაკვეთი დაუთვოთ ჩვენებს, ხო რა. ქართველებს და ნახოთ ქართული გოლები გვაქვს. საკმაოდ ბევრი და პასებიც და მოგერიებები, ანუ ყველაფერი ქონდა. ესე იგი, წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ ჩვენ ირაკლი ეგოიანის შესახებ და ნახეთ მისი 2 გოლი. კარგი გოლები. კი, ეხა 2 პასი, ანუ მეორე პასი არ ვიცი ეხა. ანუ სტატისტიკაში არ იყო. ეს ეხა მიცა და გაატანინა რა. ფაქტია რომ ძალიან კარგი პასი მიცა.
ვიტესი ემესტრებოდა და მოუგო. Hij nog hè? Tjatjara. Weer een doelpunt voor Bas Huisman. Net als in de wedstrijd van 1,5 week geleden tegen Excelsior. ეხა ეს რამდენად არის თქვა საგოლე პასი, მაგრამ არის ეხა და ჰა. Huisman knap weggedraaid. Huisman. ხოა გაატანინა რა ფაქტიურად. ხო, ეს არის მარადონას რო ემაგეცა. ეს მეორე ადგილზეა. ხო, მაგრამ ნუ ყოველთვის სტატისტიკაში წერია ეგ და. გაგინე ხა იმ 2 მეტრიან კაც მოუგო ხა იქ არა. მოიცა ხა ხოლმე ვერ ვიტყვით მართლა ხა ხურობის გარეშე ხა მაგან გაატანინა, მაგრამ უთი მოიგო მოიგო. ნუ ყოველთვის იცი რა სტატისტიკა ეგერ 3 გოლია გატანილი და ეგერ 2 პასიც მიამატა თავის პირად სტატისტიკას და მიულოცოთ ეს. გიორგი გაგუამ ისტრას მოაგებია რიეკასთან და ნამდვილად მოაგებია, იმიტომ რომ 1-0 მოიგეს გასვლაზე. და სწორედ მან შეაგდო ეს ერთი გოლი და ჩვენი ახალგაზრდულის ფორვარდი ბატონო. რომელიც ისიც ახალგაზრდულისგან ამ დავიწყე ახალგაზრდულების საუბარი. ეს სტადიონი აი სტუმართა ის ნახეთ ის როა ჩვენს. გალიაში ზოგახში ცალკე რო ყავთ ჯაკეტი. რო არის არ მოკლას ვიღაცანაირად. ლუქსემბურგში აი ეს ფანტასტიკური ის არის ეს. და ლუქსემბურგში ჩავედა საქართველოს ნაკრები. ხო არ ყოფილ ხართ მაშინ? ბელგიაში მუშაობდი და წავედით რა ლუქსემბურგში და ერთი ტრიბუნა აქვს და მეორე ტრიბუნა არის ერთი რიგი, როგორც ამაღლებაზე რო გადავარდე შეიძლება დაიმტრო, მაგრამ ნუ რაღაც უცნაური ის იყო და აქეთ ხალხი ზის და ის ერთი რიგი არის აი ესე ჩაწყობილი ძალიან მოწესრიგებული ტიპები ლუქსემბურგელები და ერთი დიდი ბანერი უჭირავთ და აწერია ფანატიკს. ისე რა ფანატიკს. ხუთი კაცი და რა კარგად იქცევიან უნდა. ეგენი არა. ანუ გადავარცხე ყველას, ხო იცი რაღაცა ისეთი ბოლომდე შეკრული კურთკები და ქუდი რო არ შეცივდეს ფანატიკს. ვერ მოუგეთ, ხო იცი? მაგარი რატო არის ფანატიკი შავები აცვიათ. ხო, ეს 0-0 დამთავრდა, იმ თამაშზე. კარგი. ესე იგი, ეხლა გვაქვს იქ გვერდში გიორგი გულიაშვილის დუბლი და შეიძლება და ჰეტრიკიც ყოფილიყო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. სარაევო სლოგას ეთამაშა და 3-1 მოუგო. ისა? სლოგას. მოსტარის ვერ გოლი, ხო? მოსტარის მე ვიცოდი ველეჟი ერქვა თავის დროზე და ეხლა სტადიონი ისეა. ერთი აგური არ დაუდიათ. ეს ბიჭი ძალიან ატმოსფერა და ძალიან ეხარია რომ ნაკრებშიც მოიწვიეს, იმიტომ რომ ისეთი რა ალღო აქვს რა ხა გოლის ალღო, აი როგორც მიქა უტაძეს. ხო, ისეთი სუფთა ფორვარდია რა, აი ეს კარზე დაგეშილი ფორვარდია გოლზე რა. ყველანაირი ტიპის გოლი გააქვს. შერჩევაც ის იმისი პოზიციის სხვადასხვა ფეხითაც შეაგდო. ზვარზე იქ რა. ბოსნიის ჩემპიონატის დონის მაინც არ უნდა იყოს ჩვენი პირველობა, აი მაყურებლების დასწრების ამბავი. აი მაგას უყურებდი ტრიბუნაზე ხალხი არა. ხო, რამდენი ადამიანი ესწრება რა. ბათუმში გადიოდა და იქაც ძალიან ნუ ახლა თითქმის ნახევარი დამწუხაროთ. თუმცა ეხა იცი რას გეტყვით ის ცხოვრება ამ დამოუკიდებლობის შემდეგ პოსტ იუგოსლავიური პერიოდი თული ქონდათ მათ ომები მათ ტერიტორიაზე იყო სხვადასხვა ეთნო ჯგუფები მანდიყვენ და ერთი პერიოდი ფეხბურთის სტადიონებზე კი არა ისინი რო დაინახავდნენ თოფს ესროდნენ და მერე დაალაგდნენ და ეხლა თლიანი ჩემპიონატის ჩატარებაც კი წარმოუდგენელი იყო მე ვარ იქ ნავყოფი სასაფლაოები აქვს იმაზე ავტობანებზე რომ მიდიხარ აქეთ ჩემპიონატზე დაალაგდნენ და აი ლაშა სიტყვები ძალიან ისეთი
თვითკრიტიკულია ხა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენთან აი ასე რომ დადიოდეს ყველა თამაში. დიდი სხვაობა არ ამგონია, ხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კჩემპიონატების კოეფიციენტები რაც არის, რა. დიდი სხვაობა არ ამგონია იყოს საქართველოსო. არა, ხო ხედავ, არა როგორი და. არც გუნდებს შორის არ იქნება დიდი სხვაობა რა. ეს სხვაჩვენ მიულოცოთ ხვიჩას დაბადების დღე და ხვალ ზურიკო და ერთაშვილის დაბადების დღე და ასევე მასაც მიულოცოთ. ვერთებით ეს ორი განუყრელი წყვილი იმედა რა ვიცი თითქმის 10 წლიდან მოყოლებული მოდიან და ეხა რო ჩახედავდი გინდა დინამო თბილისში გინდა საქართველოს ნაკრებში რაღაც თანატოლებთან მატჩებს ეხა ხო ღებულობდით და უყურებდით მოვიგეთ 4-2 ორი გოლი კვარაცხელიამ დავითაშვილის პასით, ორი დავითაშვილმა კვარაცხელიას პასით. ესე მოდიოდა სულ ეს ისინი რა ვქია. ნაკრებში გვინდა ეგეთი შედეგები. კი, წინა ნაკრებებში იყო ეგრე. აი, ეროვნულზე. ნაკრების რაც უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ვაკო აზაიშვილი, ნუ აზა შეიძლება კიდევ ნახოთ, ისეთ ფორმაშია და ისე გაახერხეს გოლები, რომ რატომაც არა, ხო? ამჯერად უკვე ჩინეთში, ოღონდ ჩინეთში ესე აქვია აზიის ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ჩვენს პირდაპირ ეთერში გაიტანა ეს გოლი შანდონგის შემადგენლობაში. და გველესიანმა ხო გაიტანა. გველესიანმა 4-1 წაგებულ თამაში გაიტანა ერთი პენალტი ბოლო წუთზე დამოთვა. ამან გახსნა ანგარიში და მოიგეს 3-0. სადაც წავიდა ყველგან მოერგა ხა ეს არ არის იოლის საქმე ხო წავიდა MLS-ში კარგად ითამაშა იმაში რა ქვია ეს თასი მოიგო ეგერი მულსანში როცა იყო და აგერ ჩამოვიდა ახლა ჩინეთში აგერ გაგოლები რა უნახანს მე ვხვდები მეგაც მამარდაშვილის სეივებიც ნახოთ მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი აუტსაიდერად ყოფნა ეს ჩემპიონატი იცის მაგრამ ხო მაგრამ ჩემპიონშიპი და პრემიერ ლიგის სტილი ერთნაირი არ არის ნუ ყოველ შემთხვევაში იცი რა ინგლისურია, ბრიტანული ფეხბურთი ახლა და იქ ახლა იცი რა აი მუდმივად სულ იმ კლუბში ყოფნას რომელიც გავარ ანუ როგორმე გადავრჩე როგორმე 7-0 არ წავიდა რო გაანაცხოვრებენ იქ სად იმაში სად არა იმას აღნიშნულ ხარ რომ ვიღაცა რა ვიცი მე წყალწაღები არა მე ვერ დაგიტახო თუ ლივერპულში არ ითამაშებს და ყოველ შემთხვევაში არ იქნება განაცხადში მაგას ისე ვალენსიაში დარჩეს რატო გეტყვი მიჩვეულია იქა ყველა იცნობს კომფორტულად გძნობს თავს და შვენივრად თამაშობს просто ლა ლიგაში იყოს ეხლა ვალენსია თუ გავარდა რა ეხლა ყველა თუ გავარდა სადაც მამარდაშვილის გვარი გაიჟღერებს ეხლა მოდი ალისონი გავაგდოთ ხა თუ ჩვენზეა ალისონი კი ბატონო ჩვენზე თუა წავიდეს არ მიდის აზიაში არ მიდის და მოდი კარგად ვიფიქროთ რა რატო ეხლა ალისონი თუ დაარჩა გასაგებია ვიცით რომ წინვალე მეკარე და ყველაფერი მაგრამ არ უნდა გამიხილოთ ის რომ შეიძლება ამოაგდოს იქნება აჯობოს რა სილესენი არისო იქ რა ეს რო ჩავიდა მესამე მეკარედ მეორე გუნდის მესამე მეკარედ განიხილავდნენ და ჩავიდა და სილესენი დაქონდა ბურსები მე ამის იქ არავინ არ დაუკარგავს ეხა ვარჯიშებია თამაშები ექნება რა ვიცი ხო მაგრამ იცი რა არის ძნელია ძალიან ვარსკვლავია ხა ეს რა ხო ვიცი სალისონი და მართლა ძალიან მაგარი მეკარია მით უმეტეს ახლა ლივერპული ამ გამორებაში არის ხო ხედავ სად არის და იქ როტაცია იქნება თასზე ათამაშებს სხვა ტურნირზე ათამაშებს შეიძლება ეგეც იყოს ამ როტაციულად თქვა რა გამოიჩენს ფაქტია რომ გიორგი იყიდეს პერსპექტივაზე ხო იმიტომ რომ მაგის ასაკი ჩვენ გავიწდება კიდე ერთი რაღაცა რომ რა ასაკის არის ამ ბიჭმა ეს საოცარი წარმატებები ისეთ ასაკში მოიპოვა რომელშიც მეკარეობას იწყებენ ხო და რა ვიცი ხო შეიძლება ერთი წელი ესე ითამაშოს თასზე ისეთ თამაშებში სხვა ტურნირებზე აქეთ-იქით და მე ხა ისწავიდეს ან აჯობოს და რა მოხდება ადაპტირებული დადგეს ხა რა უბრალოდ მე რატომ მე იმიტომ მინდა რომ როცა შენი ნაკრების ძირითადი გოლკიპერია სულ უნდა კონდეს სათამაშო პრაქტიკა რა სულ ფორმაში უნდა იყოს ნომერ პირველ მეკარეზეა საუბარი იმიტომ რომ მე ჩვენ გვახსოვს ხა საქართველოს ნაკრების ძირითადში იდგნენ მეკარეები ფეხბურთელები რომლებიც თავიანთ კლუბებში ავიცი რა დრო გამოშვებით თამაშობდნენ რა და შედეგით შესაბამისი ჰქონდა რა იყო ესეთ მაგიტო ვამბობ კი მაგაში აბსოლუტურად მართალი ხარ მაგაში მართალი ხარ ნამდვილად კარგი შენ
მიხედა შენ საქმეს. ხო, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი გვაქვს. ნუ ძირითადად ჩემპიონთა ლიგიდან, მაგრამ დავიწყოთ ერთი მანამდე იყო მატჩი რეალი ატლეტიკო მადრიდული დერბი. ეს მოხდა პირველი ის ქონდა რომ მაგან მიარტყა ფეხი და მე მაგრამ ეხა იმას მეუბნებით რომ ფეხი რო არ მიერტყა ის ბურთს აიღებდა? არა, რაშუაშია. გასაგებია რომ ვერ გათვალეს ბურთის ტრაექტორია, მაგრამ ის შემორბის და ეს არ ღვევს. ეხლა საჯის მხრიდან შეიძლება ესეთი ხარისხის კონტაქტს რო განახებენ ვარზე. ხო, დანიშნო, კი. უნდა დანიშნოს. მაგას არ ვამბობ, უბრალოდ რო არ დაენიშნა იქნებოდა შეცდომა რა. გიყვარს არ გიყვარს ახლა აი ლიგაში იყო დაახლოებით მსგავსი. მე მგონი მექნება ეგ. საფეხბურთო გაგებით არ მიმაჩნია რომ ეს პენალტია თუ წესებით კი. მაშა, სულ მინდოდა ერთი რამის მე უკაცრავოთ რა. აი თქვათ კარების თქვათ მოშორებით, სადღაც 3-4 მეტრი დგევარ ვარ მცველი. და დაარტყა იქიდან მოწინააღმდეგე, მე ხელში მომხვდა, ოღონდ აბსოლუტურად იმ თავითვე ცნობილია, რომ ეს აცდება რა და არაფერი ხიფათი არ არის. ამ მომენტში თქვა დაინიშნება პენალტი. ხელი როგორ გაქვს? აი ესე თუ ხელი ესე გაშლილი. მაშინ პენალტი. ანუ გავადიდე ეს, მაგრამ ნუ აი მიდის აცდენილი ამბავია რა. გასაგებია, მაგრამ წესში ის აწერია. ანუ ეს მომენტი არ არის, რა საფრთხეც. რაზე დანიშნეს, იცი ხელსო თავი დანებო. აი ჩვენ გქონდა ბურთი გადადიოდა. ხო, ფეხი გადადიოდა და იმაზე იდგა, ხაზზე იდგა, იმ გუნდის სათადარიგო ფეხბურთელი და ფეხი შემოყდა და გააჩერა. ანუ უკან ის კი არ დაუბრუნა ახლა, არავინ არ არის ირული. ბურთი გადადის. და ამა გაუჩერა, აღარ გადაუჩერა, გაუჩერა. მაგრამ ფეხი შეღო იმაზე, რა ქვია. ეს ახალი წესი შავშავ. ეს არის პენალტი. ეგ სულ არ მიკვირს ახლა, იმიტომ შეიძლება სხვა დროსაც ერთი რაღაც პენალტიზე მინდა ერთი კითხვა დაგისვა. ნახე კოლინასი სა წინადადება? კი, კოლინას დამატება აღარ იყოს პენალტიზე. ხო, მე არ ვეთანხმები. როგორც სერიაშია, როგორც პენალტების სერიაშია. ხო, ანუ რასი ძახის, იცი რომ პენალტი. უპირატესობა აქვს რა, იმას ხო, ისედაც უპირატესობა აქვს და კიდე მოგერიებულ პენალტზე კიდე დამატება. არა, მე არ ვეთანხმები. ეს ზედმეტი ის არისო. ამაშია ეხა როგორ, აბა რა ვქნა, დაარტყა იყო და რა მე. პენალტი შესრულდეს, აიღებს, არ აიღებს, როგორ იქნება კარიდან დარტყმა. პენალტის შემდეგ ყველა გაიტანა. აქეთ გადმოვარდება კუთხურზე გადავა, სად გადავა, მაინც? ხო, მნიშვნელობა არა. თავდება მეკარესთან შეხებით. და ძევს რომ მოვა. ხო, აი კუთხურზე თუ გადავა, კუთხური იქნება, კაცო. არა, მაგეზე კუთხურის მაშინ კუთხურზე თუ კუთხური იქნება, აქეთ რომ დამატება არ იყოსო, ანუ მაგაზე. თავდება კუთხური ამიტომ ერე. დარტყმის შემდეგ რა მეკარეს თუ ეხება, მან თავდება. ანუ როგორც პენალტების სერიაშია, ისე დავარტყმევინოთ, ან პენალტების სერიაში. იმ ბიჭმა რაღაცა რომ მოგწერა, რა ჩაგიგდა, რა თქვა? ჯერ იმდენი რაღაც ვარ. არგუმენტი მაინც დამაჯერებელი არ მეჩვენა. უპირატესობა პენალტი როგორ. ძალიან ბევრი ჩარევა წესებში და მე ჩანს რომ არასწორია და მე სტილობენ ისე უკან დაბრუნდნენ თამაშგარეზე როგორც არის და სიტი რეალი ამ პენალტზეც იყო კითხვები გულშემატკივრის მხრიდან. არა, მე მგონი იყო აქ ჩემი აზრით რა. ხო, აქ ეხლა კი, კონტაქტიც არის, აქ არის საუბარი გარეთ იყო თუ შიგნით, ანუ შეკითხვა არის მაინც ის, რომ არა, მე მგონი გარეთ არის, არ არის გარეთ. ერთი შეხედვით შეგრძნება, რომ გარეთ არის. მაგრამ აი ნახე. ხაზზე აი შეხება კონკრეტულად ერთი ფეხი შიგნით არის, ერთი გარეთ. ხო, მაგრამ კონტაქტი სად არის? კონტაქტი იმ ფეხზეა, რომელიც ხაზზე რომელიც გარეთ ხაზზე თუ აქვს, მაშინ პენალტი. აი ეს არის, აი ნიუანსებია რა. ანუ ხაზი ითვლება საჯარიმო. ანუ მარჯვენა ფეხზე ეჯახახე? ხო და თუ ხაზ აი ხო და მაშინ იმიტომ დაინიშნა. თუ ხაზია, ეს ხაზი შედის საჯარიმოს შემადგენლობაში. და პენალტია. ხო, და იმიტომ დაინიშნა პენალტი. კი, ხაზი თუა პენალტია. ხო. ესეც ესეთი გავხადეთ ეს ამბავი. იუვენტუსი PSV ამაზე აქ გოლი გავიდა PSV-ში. ცოტა დიდი შეტევა გამოვიდა. მაგრამ გოლამდე გოლის შეტევაში ასე ვთქვათ, აი აქ იყო ხელი. რომელიც არბიტრი თავს იკლავს რომ კერდი იყო, მაგრამ აშკარა ხელია. მე დარწმუნებული არ ვარ. ხელი იყო თუ ის იყო, რა ქვია, იმის მერე გავიდა 20 წუთი და ყველა მოატყუა ყველა. წესით
უნდა და ამ მომენტს ამოწმებდნენ ვარზე. აი ანიშნებს რომ ხარი იყო. ამ მომენტს დიდი ხანი ამოწმებდნენ ვარზე და ბოლოს ახლა ჩვენ ლაშასთან ვსაუბრობ იტალიური ფეხბურთზე პრესაში ამ მომენტზე და ხელი გააჩერა ახლა რა ხარით ესე ბურთს როგორ გააჩერებ ჩაშუიცია ხო ის უნდა გესვას წებომ თუ ამას ამოწმებენ მაშინ უნდა გააუქმოს და თუ კი არა ამას უყურეს 1 საათი და ჩათვალეს ეს გოლი ესე იყო რა გოლია ნუ ეს ბრიგადა მეგონი დაამშვიდობება ამ სეზონში არა სადმო აბას მანახეთ ხელზე სადმო აი ეს არა ჩამოიწია უცელით ესე ბურთს როგორ ჩამოაგდებ დაბლა დაბრმავდება ხოლმე ჰოლანდიას დაინახო დაბრმავდება არა ხელ ვერ წარმოგიდგენიათ ახლა ჰოლანდიელი სხვანაირად ღებულობს ბურთს კაცო ხელი ახლა ამაზე და მე იყო საუბარი რომ სხვათა კაპელომ თქვა რომ ვარზეო ჯობიაო ერთი მაინც ვეტერანი ფეხბურთელი იყოს იმ საჯებს რომელები რატო აი ვეტერანი იმიტომ რომ ეს ფეხბურთელები ვისაც ნათამაშები აქვს ამ კონტაქტებს და ამ სხვადასხვა ეპიზოდებს სხვანაირად სწორად აღიქვავენ ამ საფეხბურთო თვალსაზრისით და რაც პრობლემა არაერთხელ მithქვია სხვათა შორის რომ ეს ახალი თაობის საჯები განსაკუთრებით რომლებიც ეს ფეხბურთი არ უთამაშია სირბილზე ორიენტირებული და თითქოს ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ რომ იფიქრებ რომ აი არის მართლა იქ ხელის ეპიზოდი აი ჩვენ რასაც ვიძახით მკერდით როგორ შეიძლება კერძზე მოხვდეს ბურთი და ესე ჩამოვიდეს რბილად ხო გამორიცხვა კერძ ნუ არის ნიუანსი აქცევის ელემენტებია ორთაბრძოლების და ეს შეიმჩნევა ეს სხვათა შორის დელ პიეროს უთხრეს იუვენტუსშიო რატო არ გეძახიან და ის არა ეს კაპელომ თქვა რომ ვარზე ფეხბურთელები ვარზე კი არა იუვენტუსში არ ეძახის იქ დელ პიერო ეხა წარმოიდგინე ხო მოკლედ ეს ბრიუგე ატალანტა არა უნდა დაუძახონ ვეტერანებსაც და მე მგონი უკეთესი მხედველობა რომ აქვს ისეთ ხო აი ამ პენალტზე ანუ გადაება ხო ეს იტალიური კლუბების წინააღმდეგ მგონია მე და რა ვქნა ის შენ ყველაფერი ესე რა ყველაფერი სახეში ხელი ჩაარტყა და ეხლა მე ჩარტყმა ეს ხა შევთანხმდეთ რომ ეს ჩარტყმა არა რა ვიცი აბა რა არის ჩარტყმა არ არის ამაზე შევთანხმდეთ მე მგონი ესე ვარმაც შეამოწოდა პენალტი სიმაღლეზე არ არის რავი არა სიმაღლე მე მგონი რომ ეს პენალტია ხა ბურთზე ხელით ეთამაშა ხო მაგრამ ეს ეხა ორთაბრძოლის საკითხი მე სხვა ეპიზოდებსაც გაჩვენებ სადაც არის კონტაქტები არა ჩაარტყა ეხა ეს ხელი იდაყვი ჩაარტყა სახეში იდაყვი კი არა ბოდიში ისე რა ქვია არა ჩარტყმა აი კარატეში რო ურტყავენ ის ადგილი რა ქვია ხელით აჩერებს აქ ხელი მია არის ახლა კონტაქტი არის კონტაქტი არის ფეხი მიადო და პენალტიაო და აქ ხელი ჩაარტყა თავში და არ არისო მეუბნები და კონტაქტი არის თუ ფეხზე კონტაქტი იყო და აი სახეში რო ხელი ხვდება ეგ ხო არაბუნებრივია თუ ფეხბურთს უთამაშო ხო ესე ხო უნდა მოხდეს ხელი ხო აჰა აი იქნია და ამაზე ცენტრში რო გაეკეთები და ყვითელს აძლევენ ამ ადგილზე ხო ისიც მორბის რაღაცა ის კონტაქტი გასაგებია ეხა აფორმებს ეხა რა სახეში ჩაარტყა არ ყოფილა აქ სხვანაირი გარჩე ნუ არის ორთაბრძოლა სადაც ხელი ცოტა არა მაღლა აქვს ცოტა ისე აქვს ხო და ეგ არის მე ხელი ცოტა მაღლა არა იქაჯა რა მაღლა იქაჯა მაგას ვიძახი პენალტი არის უბრალოდ იქაჯა რა ესეთია ჩემთვის არა ის არის რა ქვია შენ როგორც იძახი ფეხის დაბიჯებაზე ფეხის დაბიჯებაზე ეგ ერთნაირი ეს ეგეთი რაღაცები ესეთი ჯიძგილაობა საჯარიმოში ყველა კუთხურზეა და ყველა იმაზე აი მაგის კვამიდო ორთაბრძოლა სადაც არ დააჯარიმებდნენ ამაზე ხო საერთოდ არა თუ კარგად დაინახავ ამას ცენტრში არ ვიცებდნენ ჯარიმას მაგ ფეხბურთელზე ხო ნუ და ყვითელს მე არა მარტო მე ვფიქრობ ესე მე ვფიქრობ კონტაქტი იყო მაგრამ ნუ არ ვიცი კონტაქტებს სხვაგანაც გაჩვენეთ ამაზე მე არ ამგონია პენალტი ინგლისში ნაცნობები პენალტი იყო შენ ესე იგი შენ ლევანი პენალტია რა ანუ ბიზნესი ტყვაწვა ამოსავალი რა არის ბურთისკენ გავბივარ სახეში ხელს მირტყავ არის ლეგალურ მდგომარეობაში ქონდა თუ რაში ქონდა რაში მაინტერესებს კონტაქტის ხარისხი ხო არის შეა ბიზნესი ტყვაწვა თავი შეიკა არა ყველაფერზე პენალტი ნიშნავ ამ გადაცემაში რაც კი რამე მოხდარა დღეს არის კარგასე კაი ფეინორდი მილან და კონტაქტები თუ არის გაჩვენეთ ყველა კონტაქტი პენალტი არ არის ლეაო
კი ბატონო. არის კონტაქტი. არის. პენალტი არის? არა. არ მოგცეს ხო, მოდი მანახე. არ მოგცეს არ მოგცეს ხო. არ მოგცეს ხო არის? არა ეს რა პენალტი არის კაცო ეხა ეს არა კონტაქტი არის ხო არის არ არის ეხა ზურგი ეს NBA-ში ხო იცი ესე როდგებიან და იყო კონტაქტი. არა შენ ხო იცი კონტაქტი არისო. ნუ ეხა თქვენ კონტაქტი არის თუ არა? იმან ხელი აიქნია და აი ესეთ ხრიშა სახეში და ამან ეს შეტრიალდა და ზურგზე შემოახტა არა შეტრიალდა ფინტი გააკეთა ამან და ფეხში დაეჯახა. პენალტი ის რა კონტაქტი როგორი ობიექტური ვარ წარმოიდგინე რომ მილანის პენალტი რო არ არის ხო და შენ იო სიტყვაზე ვიძახი ეს თამაშის ეს რომ მილანი რო ეთამაშებოდეს გერმანელებს მე ვნახავდი რასაც იტყოდი შენ რა იქ ყავს არ მიყვარს ეს პეინორდი კაცო ანუ ხაზგასმა იმაზე რომ კონტაქტი არის იმას ანიშნავს რომ დარღვევაც არის აი აქეთ ამის თვამი მაგაში გახდება ეს არაფერი არ არის ანუ ინიციატივა წამოვიდა ლიაოსგან ხო ანუ ცველის ქმედება რომ ყოფილიყო ცოტა ფეხი გაწეული და ამ ფეხზე წაიქცე ნუ უკვე დარღვევის წინაზე იყო შემთხვევა რომ ატლანტას ფეხბურთელს ხელი მიქონდა და ეს გაეკიდა და თავი ჩაარტყა ხელში და იმას ხელია ჯარიმა იყო იქეთ დაახლოებით ესეთი ეპიზოდი იყო თუ გახსოვთ 2006-ში იტალია ავსტრალია დამატებულ წუთზე რომ ტოტინო დაარტყა რა იქაც მე მგონი ტოტი მითამაშა მსაჯზე ფეხი მოძებნა ჩვენთანაც ეგრე აქვს და ჩვენთანაც ესე აქვს ჩვენთან არა მაგრამ პაიშაო იგივე აქაც არის ძიძგილაობა გადის ერთ-ერთზე კითხვა რამ წააქცია ეს კაცი ხო აი ეს უფრო მეგონა პენალტი მე დინამიკაში ბატონო დინამიკაში არა უფრო მგონია ვიდრე ის წინა ეპიზოდი კარგი გამეორებით ბატონო არაფერი არ არის, მაგრამ უფრო არის ვიდრე არაფერი როგორ არის ჩაეხო თავით იმაში რა ქვია. აქ რა, აი რას გაუსმევ ხას ახლა ჩემი აზრით. არაფერი არ არის. თვითონ აიშაოს აქცევა ბოლოს, აი ბოლო ნახტომი გადახდა. იმდენად არტისტული, რომ მთელი ნდობები დაკარგა. ანუ ბუნებრივად და გადააგდო მაგრამ აი ბუნებრივად არა, არ აკრო ბუნებრივად. აი ეს ბოლო გადავარდა. ხო, აი მაგ გაიშიფრა. ოსკარი უნდა მივცეთ. ანუ რას ვიძახ, იცი რომ ბუნებრივად მაგ დროს შეიძლება გაჩერდა. მე ხა ფეინორდის ხშირად ვახსენებ, მაგრამ კრაი მახელი და. შენ ხშირად ვახსენებ ვლადიმერ გუცაევს, ხო ვახსენებ, ხო? პეინორთან მიმართებაში რა? არა, ზოლა იყო. აბა რა, გადაგდა. არ ვიცი, პენალტი უნდა. მაგ სტადიონზე ისეთებს აძლევენ თუ უნდა. ხო, პეინო. ეს ფიორერი უნდა იყოს მაშინ რა. ხო და რას ვიდა პაიშაოს პენალტი თუ უნდა და იქ ცოტა შეყოვნებული ისე დაეჯახებოდა და ბუნებრივად ისე გამოჩნდებოდა ეხა ესე რომ გაიხეთ გამოიხდა მომზადებელი იყო სტელობები ქონდა მსოფლიო პენალტი აეღო მაგრამ პაიშაო გამოაცალა თავისი ქმედებით დობა დაკარგა ყველას მე თავიდან ისე გამოკვეთილი დარღვევაც არ ჩანს ანუ ხელით არ უჭირავს უკნიდა ფეხს არ უდებს ხელს არ ხელი კრა და ხელები გაშლილია სადაა აბა რა ხელია იღლიაში ამოდებული და კაცო ხედავსო წონასწორობა დაკარგულია და ეს მცველი ბურთისკენ მიდის ბოლო მომენტში რა და ორთავ ის არის ანუ მაგას ფეხბურთში არის არა აი ეპიზოდის დამაგვირგვინებელ ფაზად დავარქვა თუ რაც გინდა რა მცველი კიდე იყო ამ თამაში კიდე ვერი ამ თამაშიდანვე ეხლა არ არის აუცილებელი ისე გამოიყვანოს მილანი გავლანზე და საჯება წაგვაგები ეს ჯარიმა იყო არ არის აუცილებელი იყოს პენალტი თუმცა ესეთი ჯარიმები არიან ზოგჯერ გადამწყვეტი ხო აი და ძალიან აშკარად ეხლა ცუდი რა არის ვარს დაუბრუნდები რომ ესე ჯარიმაში ვერ გეხმარება რადგან არ არის პენალტი ამიტომ და ძალიან სახიფათო ჯარიმაა და მნიშვნელოვანიც ეს ეპიზოდი რა ვიყო მე მგონი ბარათიანი ჯარიმაა რა თქმა უნდა ხა შედის სახიფათო შეტევა რა არის ანუ არა ამას შობაც ისეთი არის რომ ბარათზე ფაჩავს ნახე ამას გაცდენოდა ძალიან აშკარად არის აბსოლუტურად არაფერი არის
დღეს არის ოპოზიცია. აბსოლუტურად არაფერი არ იყო. გადაფრინდა იმაში რა ქვია. შეხებაც არ იყო? აბა აბსოლუტურად არ ფეხი შეხებია. დაუდო აშკარად. მოახლიჯა ფეხი დაალეცა კაცი ხადა. 1-5 ყინული დაადეს. ეხლა რა დაადეს მაგას მე არ ვიცი და არაფერი არ იყო ეს. მონაკო ბენფიკა. ლაპარაკობს რაღაცაზე. მონაკო ბენფიკა გაძევება face control-ი ვერ გაიარა, როგორც ადრე იძახოდი, ხო, ეს არგენტინელებს გაუგდა, სახე არ მომეწონაო. ხო, ეს რა. აი, ხა გაგძლებას ნახო. აქ ორი ფეხბურთელი ჭიდაობს, მოკლედ არის დარღვევა, არგვევს ბენფიკას ფეხბურთელი. და ფეხი ჩაარტყა სახეში წაქცევი. არა, გამოიარა აი ამ ადამიანმა, გამოიარა. იმან გამოიარა. ცუდ დროს, ცუდ ადგილზე არბიტრს ანიშნა, რომ ხელით აჩვენებს, რომ ბარათი შეიძლება მიგეცაო და ამაზე გადაირია იტალიელი არბიტრი, ეს როგორ მაკადრეო. ვეჭერა, პირდაპირ მეორე ყვითელი. ხელით რატო მანიშნეო, ესო, აი ხელით მანიშნაო. და თან კაპიტანია. როგორ გამიბედაო. ეხლა მე წარმოვიდგინე მადრიდში ატლეტიკოს ფეხბურთელი, რომ ესეთი ჟესტიკულაციის გულისთვის გააძეო. სიმეონე დაახცევდა. ეს 7 ქვეყანაში ეხლა მაყურებელის 7. არა, ყველა გაუდია ეს. რა გითხრათ ეხლა თუ გასაგებია რომ წესებში ეს ფეხბურთელი ამ ფეხბურთელს ყვითელი არ მეუღია აქ გავაგზელებ კიდე ვის დაარღვია ეს ეკაჩება მაისურზე შეტევა ჩაშალა მე თავში ფეხი ჩაარტყა აი ამას უყურე პატიოსნად ეუნება რომ არა ნუ მეგობარო ყვითელი ხომ არ არის რაღაცა და არც ეუბნება კაცო რაღაც ხელით აკეთებს ეს მე ის ბოდიშიც მოიხადა რაღაცა სანამ არა მიხვდა თვალებზე შელაპარაკობს ჩემი აზრით ვამბობ ესე რა ხო არა ესე და მე ვთქიო ანეკდოტად ვიკითხე ეს ანუ ჟესტიკულაცია იტალიელს უყვარს და ეს არის ყვითელი და ეს არის რატომ ხო იტალიურად რატო აკეთებ ამას ხო ეხა მუნჯურად ლაპარაკობ ერთობაში მაშინ ეს იმის ეგრე შედელია რა შეთანხმდე წესებში გავიგე რომ გაპროტესტება ყვითელი ესეთი ჩვენების არის რომ მოგვარდება და ბარათი თან კაპიტანი ხო და კაპიტანის მოვალეობა ხო ეგ არის რომ საჭთან მაგას შეუძლია არა ეს ძალიან ეს გატყვილა გაუგია იცი კი ბატონო ეს ხა გასაგებია წესებში არის რომ ეს პროტესტი მაგრამ ეს პროტესტი არ არის რა ის რო არის ქუდი რატო არ გახურავს გაგდება ხო ყველა ესქნა ხო და გითხრა არ მოეწონა კაც ჩაიარა ცუდ დროს ცუდ ადგილზე სელტიკი ბაიერნი აი აქ იყო მივედით იმ მომენტზე რასაც ჩვენ ეს ეგრევე აი შენმა სელტიკო ბიჭი მესამე წამზე გაუტანა გოლი რასაც ჩვენ ვეძახით ისე კი იყო ჩასათვლილი ჩუმად გეტყვით რა არაფერი ისეთი არის მაშინ ჩვენთანაც ჩასათვლელი იყო როდრის გოლი ნუ თუ ის ჩაითვალა ესეც იყო რა თამაშგარეში ეს რა რა გაუშლის მე კარეს ხო უშლის ახლა რა ასე შლის აი ის ამღები არის ხელი შეშლა არის ხა თუ აქ არა ნუ ეს დაფიქსირდა ზეგავლენა ითვლება მით უმეტეს ბურთს ატარებს ბურთს და ჩვენ ამიტომ ჩვენი უბრალოდ რომ ჩაერბინა არ იყო მაგრამ ფეხები გაშალა და ფეხები გაშალა ერთი ჩვენ კარში გატანილი გოლი არ ითვლება კიდევ ერთხელ წმუნდებით მაშინ სხვათა შორის მაგაზე არაერთმა დაწერა რომ თან ქართულმა კი არა აი ეს ქართული მე ვიყავი არ იყო ჩასათვლელიო რა ნუ იმიტომ რომ მეოთხე ფინალში ლაჟა იმ წელს მორატაზე ორი ბურთი არ ჩათვალეს ეგეთი და უფრო ჩასათვლელიც მე რომ მკითხო ზოგჯერ და ერთი ლევანდოვსკიზე ხო ვაჩვენე ჩვენ ხაბა მეცას ვაკეთებ და თქვი კიდეო ჩვენ გადაცემაში თუ უყურებთ სამი ლევანდოვსკიზე საერთოდ ლევანდოვსკი აი როგორც ის რომ გაძევებული ფეხბურთელი აფრიჩუაში არისო ისე მოძრაობდა სადღაც ის საჯარიმოში და აუ ზეგავლენა და აი მეორე ეპიზოდი ამ მატჩი რომელიც სხვათა შორის განსხვავებით ის არის რომ ვარის არბიტრებმა ჩათვალეს რომ აქ არის პენალტი მაგრამ არბიტრი მივიდა პანსანოა თუ არ ვწევი ხესუსი მე ვარის არბიტრებს ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხო მეც მივხვდები იმისა რომ ბურთს ითამაშა ბურთი გამოწია მაგრამ მე ძალიან უხეშად საჯარიმოში აქედან არ გამოჩნდა ნუ ვარის
აი ეს არის. არა რო ვარის არბიტრებმა მიუხედავად იმისა საჯარიმოდან გამოდის არა რა სადიან გამოდის რა აი უკვე რატო არ დანიშნა ხო გაინტერესებს ბურთზე ითამაშა ჯერ აი უპამეკანო პირველად ბურთს აი მეორე გამეორებიდან ჩანს კარგად რომ ჯერ ბურთი გამოწია და მერე იმას ჩააბიჯა ანუ ბურთზე თუ ფეხი პირველმა მოარტყი მერე თუ გია თავი გაუხეთქი არაფერი არ ჩემი აზრით აქ არის პენალტი და ესე ჩათვალეს ვარის არბიტრებმაც ანუ ახლა ამ დროს როგორ ხდება შეფასება მერე თამაშის შემდეგ დაუძახეს იმას და ვარის არბიტრები უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ახლა პრაქტიკიდანაც ჩანს რატო გაგვიხარდა ის სიტყვა მიდის ანახავზე ყველა ვიგზენით რომ იქ არის პენალტი იმიტომ გაგვიხარდა რომ გიგამ თქვა ხო და ვაგის გარდა კიდე იმიტომ რომ ვიგზენით ყველამ რომ რადგანაც იქ სანახაო წავიდა რამდენჯერმე საჩვენო განაცხადება იქნებოდა მიღებული და არა ისეთი მოვიდა ნახა და ისე ვის დატოვა. უმეტეს შემთხვევაში 90%. ხო, რადგან ეძახიან ესე იგი ისე არ არის როგორც საჩ ეგონა. ხო და შენც რომ ნახ ანუ პრობლემა როგორც ახლა ირკვევა მე ყურადღება მიაქცევინეს. UEFA-შიც ჩანს ეგ რომ პრობლემა არის კომუნიკაცია. ბურთს შეეხო არა ისე აღედინა რაღაცა. გამოწია ბურთი. ეხლა გეტყვი ეს ფეხში ურტყავდა და უბრალოდ ბურთი გამოედო ბურთზე მე ეგრე უფრო მგონია რა პენალტი იყო ეს პენალტი იყო ბურთი შეეხო არ შეეხო მაგან და საჯებით ხო და ის მაყურებელი წერდა რომ აი ვარის ეპიზოდშიო ძალიან დიდხანს არჩევენო რაღაცებს და სხვა ანუ გამეორებები არ არისო ამ ტელევიზორში ჩვენ არ გვაჩვენებენ რას განიხილავ ჩვენ რო გონია რომ უბრალო მომენტს დიდხანს ანდომებენ სინამდვილეში სხვა რაღაცა სინამდვილეში სხვა რაღაცას ეძებენ და დიდი დრომი აქვს ამასო რა და პრინციპში მეც ვეთანხმები რეჟისორულის მხრიდან ანუ ვართან დაკავშირებით ხანდახან ხშირად არის რომ ჩვენ რო გონია ამ მომენტს უყურებენ ის უყურებს ერთ წუთით ადრე ვარი უყურებს სხვა რაღაცას და გადაწყვეტილებას რო იღებ ჩვენ გვიკვირს რატომ იქ არისო თამაშგარა და რატო ხო ეს რატომ არის ამდენი ხანი საყურებელი რა ახლა პენალტი მაგალითად რომელიც დაინიშნა ხელზე PSG-ზე რა იყო იქ 1 საათის აყურებელი არა სხვა რაღაცის უყურებელი იქ არის მთელი შეტევა ანუ ჩვენ რაც ვაჩვენეთ იგივე იუვენტუსის მომენტში რომ უკან ახვევენ იწყებენ აი შეტევა დაიწყო იქ ხელი ხო არ იყო იქ თამაშგარი ხო ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი კომნებოლის სამხრეთ ამერიკის კიდე რომ მოგვაქვს საიდან ხშირად ვაჩვენებთ ხოლმე მოგწონს და იმიტომ ანუ საიდან იწყება მთელი ეპიზოდის განხილვა რომ იწყებენ იქ გზაში რამე ხო არ არის თამაშგარე ხო არ არის და ბოლო ეპიზოდი განიხილება ის სადაც მივიდივართ ხელამ როგორც კუკურელიას ხელზე იმას კი არ უყურებდნენ ხელი იყო თუ არა იქ ებიჭო იქნებ თამაშგარე ვიპოვოთ, იქნებ ჯარიმა ვიპოვოთ, იქნებ ვერაფერი ვერ იპოვეს, მაგრამ მაინც არ ჩათვალეს ის პენალტად და მე მოიხადეს 2 თვის მერე ბოდიში. პენალტი იყო. ეხა აი ამასთან დაკავშირებით რამდენი ხანი მოწმდება მომენტი. შირერმა დაანგრია ყველაფერი. გრილიშის ტრავმა, მაგიტომ მათ შეიძლება მოხდარიყო, რომ აი ამ პროფესიონალი ფეხბურთელების ისო ამდენი ხნით გაჩერებაო, ხო თქვა, უკვე იწვევსო რაღაცა კულტის გაციებას და თამაშის დროს, ხო, იქ რაღაც 4 წუთი თან ზამთარში ხა მით უმეტეს ზამთარში, ხო? ჯერ ტონუსიდან ვარდები, მერე ცივდები უბრალოდ, ეხა იმა ხალათებს ხო არ შეუტანს სანამ ვარი გაიწყებენ გახურებას. ნუ ეხა ძალიან დიდხანს იწელება ეს ორი არის, მეც მაგას ვიტანხმები და ისეთ ეპიზოდებში რომელიც საერთოდ არ და ისეთ ეპიზოდს გამოგაპარებენ ხშირად. რომელიც 2 დღის გასარჩევია. რომელიც არის აი გადამწყვეტი ბოლო წუთზე საჯარიმოსთან პენალტი არის თუ არ არის, იმას საერთოდ არ უყურებენ. უკურეია ეგეთი არის ხო ეხლა რომ ვახსენებ ზუსტად ეგ იყო. ისე ჩაატარეს გეგონი არ ყოფილა. ზოუთქვი პენალტია. მანამდე ჯარიმა იყო შენ რა დაგინა. მე თამაშგარე იყო. და არც ერთი არ იყო. მე ის იყო და თქვა ცოტა ხანი და რამდენიმე თვის მერე აღიარეს რომ ტონი კროსმა დაწერა ინსტაგრამზე ეგ რო დაიდო და ბოდიში რომ მოიგო. კაი დროსიო. ჩვენ ველოდებით იმ გოლს, რა ქვია, ჩვენ რო ჩაგვითვალეს იმის აღიარებას ამ ეპიზოდის. ეს იქნება შემდეგი ჩემპიონატის წინ. აგვაწევენ გზაში. კი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უღრმესი მადლობა. დღევანდელი გადაცემა. შემდეგ პარასკევს გვაქვს კენჭისხრა უკვე ვილაპარაკებთ საპასუხო მატჩების შედეგებზე და გვესოდინება
შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა და მათი უკვე ახალი მეტოქებიც გამოუჩნდებათ აი ამ წარმატებულ გუნდებს. დღეს გამიდავამთავრეთ. მადლობა ერთი კვირით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.